აბა იქნება არ გაჭედეს, მაგრამ კიდე ერთი ხაზი აწერია, რა ვიცი, აბა. ეს კიდე გახურებული кейსი მოხსენი, რომ არ გახურდეს ტელეფონი და რავი რა ეტაკაზია რა. შეიძლება ჰაკერები აზიან ამუშავებენ ჩემ ტელეფონს და რაღაცა მაგით უჭედავს. როგორც ქვია რა მოკლედ რა. გასწორდა ნამდვილად? გასწორდა? მე აბა ჩანაწერს ნახავ ერთი რა როგორ იქნება თვითონ ჩანაწერში გაჭედილი იქნება თუ არ იქნება. ხო დაველოდოთ აბა რა იქნება ჯერ შემოვიდეს ხალხი. ესე იგი ბილეთი ვიყიდე ოდისეაზე მივდივარ, ხარ ოდის მივდივარ არ ვიტყვი. ძალიან კაი, თუ გაჭედავს დაწერეთ. ოდისეაზე მივდივარ, ბევრ განხილვას უყურე. წესით მომეწონება, შეიძლება რაღაც ადგილები არ ვიცი გაჭედილი, მაგრამ ეხლა ტენეტს უყურებ. ხო, ტრანსების ფილმი მართლა. ტენეტი რო არის ნოლანის ფილმს უყურებ და სრული აი აბსურდი და იდიოტობაა რა. თვალები დამეღალა, იმენა თავბრუ დამეხვა, მანქანები უკან დადიან. ეს ტენეტი არის რაღაცა წარსულში და შებრუნებული ფორმით მოკლედ რაღაცა დროის გადახვევაზეა ფილმი და ნუ ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება რა. რაღაც სრული იდიოტობაა რა. სახეზე კი არა და იბაზე განხილვებს ვნახავ, მაგრამ მე ვნახავ განხილვას, ანუ მე მარტო ჩემს იმას არ ვენდობი ხოლმე, ეგ ტენეტი განხილული ექნება ჩბ-ს ან კიდე იმას ეპიზოდებს. და რა არის დამალული ასეთი სასწაული იდეა, მაინტერესებს. ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე რომ არის მაგარი და მე ვერ ხვდები შეიძლება. ხო და ნახავ რა, ჯერ დავამთავრე, დავიტანჯე, ეგ ვერ დავამთავრე და შინდლერის სია ვერ დავამთავრე. რეალურად რო ვთქვა შინდლერის სია, შინდლერის სია არის ჩვეულებრივად აი დოკუმენტური ფილმი და ცუდი ენერგეტიკა აქვს ძალიან, იმიტომ რომ სულ დახვრეტა მიდის ხალხის რა და დავიღალე ამდენი დახვრეტის ყურებით და ხო, აღარ ჭედას ინტერნეტი. ეხლა თუ ხო ვერ ჩავედი ვერც მაგაზე ბოლომდე. დენის გათიშვას რა მე გეტყვით, ეხლა იქ ერთგან იყო დაწერილი კომენტარი. მე ვფიქრობ ესეთ რამეს. ნომერ პირველი მიზეზი ხანძარი არა მაგ ნახე. ნომერ პირველი მიზეზი რატომაც გათიშეს დენი იყო ის რომ ესე იგი ამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის ამბავი რომ ცოტა გაენეიტრალებინათ რა. 100%-იანი დარწმუნებული ვარ რომ მაგიტომ გათიშეს დენი, ანუ გათიშეს დენი და ხალხს ყურადღება გადაატანიდეს და ეს ესე თქვა აღტყინება ცოტათი ჩაცხრა რა. ანუ გადაიტანა ხალხმა ყურადღება რა და ეს არის ძალიან, ამიტომ ეს არის ტოტალური კონტროლის მეთოდები, ძალიან მარტივია წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ ასეთ რაღაცაზე, ასეთ ნეგატიურ ამბებზე ისე შეიძლება აგორდეს ტალღა, რომ უცებ შეიძლება ხო ხვდებით რა, მთავრობასთან ჯახი მოუვიდეს ხალხს და ამიტომ რეიტინგი რო არ დაკარგოს მთავრობამ და რაღაცა ხა ყველაფერს ვერ ვიტყვი რა, ხო ხვდებით რა. TikTok-ი არსებობს თუ არა? TikTok-იც და ნახე როგორ ამეა, აი ადრე იყო ხახნო ნათქვამი ესეთი რაღაცა. მასონების და ლოჟების და ემათ ნათქვამი იყო რომ მომავალშიო ჩვენ შევქმნითო აუცილებლად სალაყბოებსო. აი ხა მაგათაც ჩართული რო არის ბევრი ხალხი და ლაპარაკობენ, ნუ დისტანციურად ლაპარაკი ცუდი არ არის ხა ადრე თუ ბირჟაზე და დომინოს რო თამაშობდნენ ეზოში და სოფლის ბირჟაზე იყო ეს ყველაფერი ახლა არის გადავიდა ინტერნეტში. მაგრამ ამას ქვია სალაყბო. ეს სალაყბოები შექმნა დაგეგმილი იყო ყველაფერი წინასწარ. ანუ როგორც კოვიდი იყო დაგეგმილი, აი კოვიდის დროს რო გააქტიურდებოდა TikTok-ი, ეგეც დაგეგმილი, ესეც დაგეგმილი იყო და ეს ის თქმა მინდა, ხო, ეს სოციალ მაგათაც Facebook-ის შექმნა, ყველაფერი ეტაპობრივად რა, რომელიც სოციალური ქსელი როდის და როგორ შეიქმნებოდა, ეს იყო დაგეგმილი. ვითომ ეხლა ეს რომ რა ქვია, მარკ ცუკერბერგის ნიჭის შედეგი არის რომ თითქოს Facebook-ის შექმნა და მე ამაზე სოციალური ქსელი ფილმიც გადაიღეს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ზღაპარი. ეს თვითონ სპეცსამსახურები ქმნიან ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში სოციალური ქსელები და ინტერნეტი საერთოდ არ არსებობს. ეს თქვა დედამიწის D3 ვერსიაში ეს არის მაგია, ანუ შენ ახლა უყურებ აქ უყურებ სიტყვაზე ჩათვალეთ რომ ანუ მაგიას უყურებ რა, სარკე გიჭირავს ხელში და სარკეში ვიღაცა ტიპი ლაპარაკობს. გადასკროლავ, მე ვიღაცა სხვა ლაპარაკობს. ანუ ეს არის ერთგვარი ენერგეტიკული არხები რა.
და ტექნო ეს D3 დედამიწის შემთხვევაში, D2 დედამიწის შემთხვევაში ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ეს არის მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტი. TikTok-ი რა თქმა უნდა არ არსებობს და ანუ ეს არის მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი განშტოება. ანუ აპლიკაცია ერთიდან რომ გამოდიხარ და მეორეში შედიხარ, ყველა ერთი ხელოვნური ინტელექტია. საზე იწყება სარა. კინოთეატრი არ არსებობს. აი ლიფტი მომისვენახა აგიხსნე რაღაცას. PUBG-ს წინა განახლებაში იყო კოშკურაზე ლიფტი, შედიოდი და ავდიოდი ლიფტით. იგივე არის აქაც რა, სიმულაციური ლიფტია. არა, მე და შენ კი არ გამოვდივართ ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიები, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ნახე როგორი რამეა წარმოშობა უნდა გააჩნდეს ან წარმოშობა უნდა გააჩნდეს, რომელიც არის სივრცეში გაშვებული ხელოვნური ინტელექტი. ანუ ეს არის ილუზორული ბადე, რომელსაც ანუ წარმოშობა გააჩნია იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენს კაცობრიობის ისტორიაში რა როგორ განვითარდა, რომელზეც ჩვენ ჯერ პასუხი ზუსტად არ აგვაქვს. თუ ოფიციალურ ისტორიას მივყვებით და რაც ჩვეულებრივი იყო, მაშინ გამოდის რომ ეს დემონური სამყაროა, ანუ ხელოვნური ინტელექტი არის დემონური სამყაროს ნაწილი. თუ სიტყვაზე თუ იმ რეალობას გავყვებით, რომ თქვა ჩვენს დედამიწის პარკს ასე თქვა ტექნიკური მომსახურეობა ყავს და ცაში რაღაცებს გუმბათს უკეთებენ და პორტალები იხსნება და რაღაცეები ხდება, ეს ელვები და წვიმები რეები ხდება, კაც მარის რა ღრუბლებიდან წვიმა არ მოდის, ხო? მაშინ გამოდის რომ ჩვენს გვერდზე მყოფი რაღაცა ცივილიზაციების შექმნილი, ანუ გააჩნია რა ხას გავყვებით ჩვენ რა. მე არ ვიცი ხარ რომელიც არის რეალო, იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაც არის კაცობრიობის ისტორიას, აი ოფიციალურსაც რომ მივყვეთ და დაუჯეროთ, გამორიცხულია, ანუ ადამიანს არ შეუძლია რაიმეს მოგონება. აი ადამიანს ელემენტარულად, ხო? ელემენტარულად გრამატიკული ფორმების და რაღაცა იმის რას ვთქვი, საბრუნი სერიების, ან გრამატიკული ან ფორმულირებების მოფიქრებაც კი არ შეუძლია, არათუ რადიო გამოიგონოს და ტელევიზია. ადამიანს არაფრის გამოგონება არ შეუძლია. კი არის ღმერთისგან მინიჭებული აქვს შემოქმედების ნიჭი, შეიძლება რაღაცა ტაბურეტკა გააკეთოს, ფარდა ჩამოკიდოს, რაღაცა მაგი და ააწყოს და რა ვიცი, რაღაცა ურემივით გააკეთოს შეიძლება. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია რომ მოიგონოს პაჩებნიკი, აი უბრალოდ პაჩებნიკი რომ მოიგონოს, მე ეს მეტალი იშოვოს, ვაფშე მიხვდეს რომ მეტალი სადმე არის, ანუ ნახე ეს თქმა მინდა რომ კაცობრიობის ისტორია ვერ განვითარდებოდა გარე ძალების ჩარევის გარეშე. ეს გარე ძალები არიან სიტყვაზე მითოლოგიური ბერძნული ღმერთები, რელიგიაში, ქრისტიანობაში რაც დემონები ქვია, დაცემული ანგელოზებით, უცხოპლანეტელები, უცხოპლანეტელები იმ გაგებით გვერდზე ტერიტორიებზე კოსმოსი არ არსებობს, ანუ გვერდზე სხვა კონტინენტების მეზობელი რაღაცა სოტების, ესე ვთქვათ, განყოფილების მკვიდრნი, თუ რომელია ეგ ხა ჩვენ არ ვიცით, ხვდები, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანს დამოუკიდებლად ამ ყველაფრის შექმნა არ შეუძლია. ღმერთი როგორ არის ილუზია? ღმერთი არის, აი მე ნახეთ როგორ ის არის, რა ქვია იმას, პატრისტიკული თეოლოგია, ანუ ეს არის უმაღლესი ლეველი ქრისტიანობის. პატრისტიკულ თეოლოგიას აუცილებლად წაგიკითხავთ YouTube-ზე. ღმერთის არსის შესახებ და აი ძალიან ის ვაფშე სხვა ლეველის ინფორმაციაა რა. ბოსტანში რავი არის, ბოსტანში ის შევწდი რომ ანუ კიტრი და ესე რა ქვია საზამთრო და ნესვი არ უნდა გამეშვა, ეხლა ვეღარ უმარგლავ, იმიტომ რომ ჩაიჩეხება შიგნით. მოგედა გაისად კიდე დავხვეწა. უბრალოდ რაღაცა სიცხეები დააკლდა და მოსავლით არა ვარ კვაყოფილი რა. კიტრი კი არის, მაგრამ პომიდორი თითქმის არ არის, ცოტაა რა. ანუ 4 დღეში რო ერთ სალ პომიდორს მოწყვიტავ, რავი ხა მაგით აპოკალიფსის დროს თავს ვერ გადაიჩენ რა. ამ წელს არა ვარ კვაყოფილი რა. ეხლა დამთავრდა ზაფხული, რაღა უნდა მოვიდეს.
ანუ ვაფშე არ მოვიდა რა. არ ვიცი ხა ნაკელი უნდა თუ რა უნდა, მოგეთ არ ვიცი რა. ძალიან ცუდად მოვიდა. ლამაზი ბოსტანია, მაგრამ არაფერი არ ასხია რა. ტყემალივით ასხია ერთი როცა რაღაცა და ხარიგულა ეხლა იწყებს გამოღვიძებას და ალბათ გაისადმორჩება გამწიფებას. თუ თიხუში როგორ ლაპარაკობს არ ვიცი. ლოგიკაში არ ჯდება შენ სიტყვებიო. შენს მაგერად და ხახნო არ წავიკითხა ამ კომენტარებს. ვინც ამეორებს კომენტარებს გაუთიშეთ გეხვეწები რა. ანუ ესეთ რაღაცებს ღმერთი ილუზიაო? ანუ მე მეკითხებიან, მე რატომ მეკითხები? ეგ ჯერ ესეთი შენ რა სიტყვი და მე რა სიტყვი, მაგით ღმერთის არსი არ განისაზღვრება. შენი შთაბეჭდილება, შენი შეიქმნა, მე რას მეკითხები? ეგეთ კითხვას რომ ადამიანი დასვავ, რა ვიცი. ანუ ესე იგი, ეგეთ კითხვას რომ ღმერთი ილუზიაო, ნახე რა სიკითხულობს ადამიანი. მე მეკითხები? ეგეთ კითხვა არ უნდა, არც კი უნდა დასვა ეგეთი კითხვა საერთოდ. ეხლა ხო გასწორებულია 82 ადამიანია შემოსული. ხო, მოკლედ მომავალში ხა რა როგორ იქნება, არ ვიცი. ვიცი კაცო, რაც უნდათ რომ უპასუხო რა უნდა უპასუხო კაცო რა. ხო, ჩემი აზრით, არა, ზოგადად მოგეთ ეს დაძაბული ვითარება, ეს ამდენი კვლელობები და ჩაცხრილობები გადაფარეს რა, ჩემი აზრით. მაგრამ ეგ ხა აპოკალიფსურ თემას მაინც არ ეწინააღმდეგება, მაინც ეგ იქნება ისედაც დენის გათიშვები. დენის გათიშვა პირველ რიგში ორ მნიშვნელოვან რამეს ურტყავს. საავადმყოფოების და ავადმყოფი ადამიანების თემას და ხორცს პროდუქტების და რძის პროდუქტების გაფუჭებას ურტყავს ეგრევე. ეს ძალიან ცუდი რამეა. ჰესები, საერთოდ ეს ჰესები, აი ხახნო, ნახეთ როგორ რაღაცა ელექტროენერგია არ არსებობს, აი პირდაპირ გეუბნებით ელექტროენერგია არ არსებობს რა. ამიტომ ჰესის დირექტორმა რა თქვა დაიკიდეთ ფეხებზე რა. ეს საერთოდ ენგურ ჰესი რისთვის ააშენეს, მე გავგებარია. უბრალოდ ეს არის მულიაჟი რა, ეს არის ჩორები დეკორაცია, იქ არაფერი დენი არ გამოიყოფა. დენი არსობრივად ეგეთი არ არსებობს, ეგეთი რამე. ის უნდა წამეკითხა, დრონები არ არსებობს. დრონები რო არ მუშაობენ, ეს უბრალოდ ნახატია მატრიცაში, მაგაზე პრინციპში ვიდეოს გავაკეთებ და დავდებ რა. ხო, კლინიკებს აქვთ გენერატორები, რა თქმა უნდა, ვიცი ხა, მაგრამ მაინც სახეზე მომწოს ახალი ნიღბების გაკეთება. ეხა ახალ ნიღბებს იმაშვები ხო და მოგეთ ოდისეას სანახავად წავალ რა მალე რა. ეხა ოდისეას ვნახავ აუცილებლად, იმიტომ რომ ესე იგი გაზაფხულზე მოვიდა, გაზაფხულზე გაუთიშეთ კომენტარები, ვინც ამეორებს და ვინც იგინება. გაზაფხულზე ჯერ არ მოსულა მაგის დრო. გაზაფხულზე კინოში ვიყავი რაღაცა ფილმზე, ეხა უცებ არ მახსენდება. რაღაცა ფილმზე ვიყავი გაზაფხულზე და ესე იგი იყო ამ ოდისეას ნაწყვეტი იყო, ვიდეოც დავდე. ტრუასხენი რო შედის და რო გამოდიან მეომრები. თვითონ მეომრები რო გამოდიან, თვითონ სცენა დიდი კი არაფერი არ არის, მაგრამ გადაღებულია მაგრად რა. ბრძოლიც ანუ ექშენია მაგარი და იმენა მაგარი მამაკაცური ენერგია მოდის. რაღაცას მალავო, როგორ არ უმალავ კაცო? აი მე გეტყვით ახლა რას უმალავ? ახლა რას უმალავ გაგიმხელთ. მე ვინც მაფოლოვებთ, ჩათვალეთ თქვენ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში, სადაც მე მაძლევთ ხმას და მე საქართველოს უნდა დავამყარო დიქტატურა. ეხლა ეს თქვენ ხო არ გჯერათ? არც მე არ გჯერა, არც არავის არ ჯერა, მაგრამ ეგ ეგრეა. ასე რომ წინასწარ იცოდეთ, მე ვინც მაფოლოვებთ, მაძლევთ ენერგიას, რომ მე დავამყარო საქართველოს დიქტატურა. ეს დიქტატურის დამყარება მე დაწყებული მაქვს. აქ რაღაცები რო ხდება, მე ხმას არ ვიღებ, ჩუმად რატო ვარ? მე ალგორითმები რეალობაში ჩემი შემოტანილია იცით, აგერ ვიღაცები დაიჭირეს, ვიღაცები ისინი აქეთ-იქით
აღარ გავაგრძელებ არაფერს რა. ვინც უყურებს მიხვდებით რა. თქვენ მხარს უჭერთ დიქტატურას. არა, მე მონარქის უბრალოდ მონარქის შეტყობინებები მეხუთე განზომილებიდან რაც იქნება, მე იმას გადმოგცემთ. მეტი არაფერი. სკლეროზიო, რა სკლეროზი. ხო, სავარაუდოდ გუშინდელი გუშშუქების გათიშვა იყო ამ გაიხარე. სავარაუდოდ ჩემი აზრით, ანუ უდოდათ რომ ეს ყურადღება გადაეტანათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნეგატივი დაგროვდა და თქვენ არ გეგონოთ ხახნო რომ Facebook-ზე დაწერილი პოსტები, კომენტარები თქვენ არ გეგონოთ რომ ან თავრობის სიტყვაზე რეიტინგზე, ან ზოგადად საზოგადოებრივ ანუ აზრზე და რაღაცაზე არ მოქმედებდეს რა. ჩათვალეთ რომ რუსთაველზე დგომაზე უარესი ახლა არის ინტერნეტში აქტიურობა რა. რუსთაველზე არც ვიღაც ვეღარ ამიდადგება, უკვე გადაკეტეს და დაიწყო იქ რეაბილიტაცია და უკვე აღარც აყენებდნენ და იქ ვიღა გააბაბანებს მიტინგები ჩათვალეთ დამთავრებულია. რაღაცა სახალხო ჯანყს თუ მოაწყობს ვინმე არ ვიცი, მაგრამ ეგეც ჩავლილი პესნია. ერთადერთი ხელოვნურად თუ მოუნდებათ ხელოვნურად მიშახა დაჭერილი ყველა კერუზი ციხეში თუ დაჭირდა დასავლეთს შემოატრიალებენ ნაციონალებს. მაგრამ ამას უბრალოდ ხალხი არ დაუშვებს თვითონ, მაგრამ შეიძლება ვინმეს რაიმე მცდელობა გქონდეს, ოღონ ეგრე მიტინგებით და რაღაცებით არა, უბრალოდ აი შეიძლება ისე ამოუყვანონ ყელში ხალხს, რომ მართლა მიშაერჩიბოთ. ხო ხვდებით როგორი მომენტია? ეს არის გადათამაშებები რა. აი ნახე რა ეგეთი კომენტია, ბიჭო, ადრე ჩვეულებრივი მაგარი როჟა იყავი, ეხლა ვერ დავწვი და გაიჩთე ესეთიო. აი მაგალითად აი ავიღოთ ბრიუს ვეინი, ხა მაგალითად მე ბეტმენს კი არ ვედრები. ძალიან მაგარი როჟა იყო ბრიუს ვეინი. მაგრამ როდესაც გახდა ბეტმენი, ეხა ვინმე მიცოდა არ იცოდა, მაგას უშლობა არ აქვს. როდესაც გახდა ბეტმენი, ანუ როგორ გახდა ბეტმენი? შექმნა იდეა, ამაზეა საქმე. ანუ ვაფშე სხვა ლეველზე გადავიდა. აი მასეც სხვა ლეველზე გადავედი მე. და მიუხედავად იმისა, რომ სხვათა შორის ბრიუს ვეინს ბეტმენი იყო, მიუხედავად იმისა, თავის პირად რეალობაში ალფრედი უვლიდა როგორც თავის პატარა შვილიშვილს რა. ეგეც არის რა, ანუ გრაინდული გზა ეგეთია. ხო, ეხა პლუს ერთი საკითხი. ვფიქრობ, ცაში ხდებოდა მნიშვნელოვანი რაღაცები და იმიტომ გათიშეს, რომ ხალხს ყურადღება მოედუნებინაო. ახლა მეორე თემა პლუს. შესაძლებელია რაღაცა გადაგქონდათ. როგორ რაღაც არის, ხახნო, უნდა წარმოიდგინოთ, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ დედამიწა არის სიბრტყე, ზევით არის გუმბათი და აი ამ გუმბათის ტექნიკურ სამუშაოებს რაღაცებს ასრულებენ ცაში. ფრინავი ობიექტები დაფრინავენ. ოღონდ ეს ფრინავი ობიექტები თქვენ არ წარმოიდგინოთ, როგორც აი მაგალითად უცხო პლანეტიდან მოსული რაღაცა ფრინავი ობიექტები. არა, ეს არის რაღაცა წესით და რიგით. ბოლომდე ხა მე ვერ დავამტკიცებ, მაგრამ რაღაცა ცივილიზაცია არის, რომლებიც ჩვენ გვერდზე ცხოვრობენ, ან ანტარქტიდის იქით ცხოვრობენ და გარკვეული ამანათების, ესე ვთქვათ, დროპების, აი დროპი ჩამოვარდაო PUBG-ში რა ნათქვამი, აი ამანათების გადატანა ხდება. ამ დროს ხიმთრეილერებით ან კლიმატური იარაღით ხელოვნურ იმას ღრუბელს უშვებენ. ეს საფრენი აპარატები ესენი ისე გაივლიან, რომ ამათ ხედავენ იქ რადარებზე და თვითმფრინავს რო არ დაეჯახოს და რაღაც, მაგრამ თვითმფრინავები და ყოველთვის ხშირად დაუნახავთ ხოლმე მსგავსი ობიექტები. შესაძლებელია რაიმე გადაიტანეს, ეს ერთი საკითხი, კიდე რა უნდა მეთქვა. ასევე ხა აი მარიამა დღეს მე მითხრა ერთი გოგოა ქუთაისიდან ცაშიო ისეთი ელვა იყო, ანუ ეგეთი მე ცხოვრებაში არ მინახავს, ანუ ეს არ იყო რა, ეგეთი ელვა არ არსებობს. ანუ იყო ძალიან დიდი ნათებაო. ეხლა პლუს ბათუმში დააფიქსირეს ბედურება, ბათუმში დააფიქსირეს. ეხლა არ არის დასაჯარიმებელი? კილომეტრი ნახევრის იქიდან ხმა მაწუხებს, კილომეტრი ნახევრის იქიდან. და ჩემ ხმას ფარავს და მე იტყვიან რატო დამაჯარიმესო. მე პატიოსანი ხალხიც იტისკება მაგის გამო, მე სხვებიც რა. ერთის უაზრო იმის გამო. და ბათუმში დაფიქსირდა ვიდეოში იყო რაღაცა ფრინავი ობიექტი ცაში. მოგეთ რაღაცა გააკეთეს ცაში რა, რაღაცა გადაიტანეს
ან რაღაცა ტექნიკური სამუშაოები ჩაატარეს დაჭირდათ მაგისტრის დრო რა. ხო, პლუს აქ ამბები გადაფარეს რაღაცები. ხო, ნახე ბათუმის ვიდეო ახლა თქვენ ზუსტად. ფრინავი ობიექტი ყველას ძალიან ბევრს აქვს ნანახი, კი და ეგ რეალურია რა, მოკლედ ეს არ არის ილუზია. აი მაგ ფრინავი ობიექტები რაც არის, ეგენი ქმნიდნენ ადრე წინა ცივილიზაციებს. აი ნახეთ, ეხა შემდეგი ვიდეო ხვალზე გდავდებ ამას, აი შეხედეთ, ამაზე დავდებ ვიდეოს. აი შეხედეთ, ეს არის Devil Tower-ი, ანუ ამერიკაში ერთ-ერთ ნაციონალურ, ანუ ქვედა ფოტოზე რასაც ხედავთ, ეს არის Devil Tower-ი, ანუ ამას ქვია დემონის კოშკი, მოგეთ ვითომ კლდე არის, კლდის ნაშთია, ამ დროს სინამდვილეში ეს არის გიგანტური ხის ნაშთი. ზედა ფოტო უკვე არის ნახატი, ერთ-ერთი ბლოგერის ვიდეო დავსკრინე. ეს არის ნახატი, ანუ აი ასეთი იყო სამყარო. ზუსტად ავატარის ფილმი რაც არის, ესეთი იყო სამყარო, მაგაზე მე პატარა ვიდეოს ვიდეო რა უბრალოდ ვიდეოსში ეგ ბიჭი საუბრობს და მე ერთი ორ სკრინს დავამატებ და გაჩვენებთ. ანუ ეს იყო Mother 3, ანუ დედახე, როგორ დედახე თუ რაღაცა რო ქვია რა. არ ზონა 51 არ ვიცი. გამიგია, მაგრამ არ ვიცი რა ხდება. ავატარის არა, ფილმი რო არის ავატარები ისა. კამერონის ფილმი, ჯეიმს კამერონის. მშვიდობა. ხო, ცაში აკეთეს, ანუ ამას უძახია, რომ ჩვენ პარკში მოხდა ტექნიკური სამუშაოები. ჩვენ ისიც არ ვიცით, ნახე როგორ ჩვენ ისიც არ ვიცით, ამ წესით და რიგით, ანუ საბაზისო ცოდნის მიხედვით, ჩვენი გუმბათის თავზე არის წყალი, აი ნახეთ როგორ არის ჩვენი გუმბათის თავზე არის წყალი, ანუ სოფლიო ოკეანე და იმის იქით იწყება სამოთხე. მიღმიერი სამყარო, უკვე არამატერიალური სამყარო ესე რა ვთქვათ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, შეიძლება იმ სამოთხემდე კიდე რამდენიმე ფენა არის და ეს იყოს ერთ-ერთი ტექნიკური განყოფილება ჩვენი ეს, ანუ ესეც არ ვიცით ბოლომდე ზუსტად რა. არა ხახნო მე რა დაგაპანიკეთ, უბრალოდ გიყვებით რაღაცებს, პანიკა რა შუაშია. ხო, ძალიან დიდი ნათება იყო და მოკლედ არარეალური ნათება იყო რა და ეხა ეგეთი ნათება ცაზე ეგ არ არის ბუნებრივი მოვლენა რა. რისგან ვიცავ თავს და კოღოებისგან. კარგი, ჩემოკარგო. შენ იმდენი ილაპარაკე, ეთყობა რომ მეხი ჩამოვარდა სოფელში. აх, ჩემი კაცი. კოღოები არ არსებობიდან ჩდებიან და ამას უეჭველი დავდებ და წინა არ ვიცი ხაროზე იქნება თუ როგორ იქნება, შეიძლება ისიც დავდო რა. ამას უეჭველად დავდებ. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ისეთ ჭკვიანურ რაღაცებს ვიძახი, რომ ეს უნდა ჩემები მეტყვია ხოლმე დაწერე ისტორიას შემოუნახეო რა, ბეღადავებია ხოლმე და ეს უნდა შემოენახოს ისტორიას რა. მადლობა გოუს. დაარტყით ხახნო სტიკერები, თორე გავალ პენსიაში უცებ 2 წუთში რა. დაარტყით სტიკერები რა, ხომ უნდა მიხვდეთ რაღაცას რა. მადლობა. წაახალისეთ ლაივი. მე გაისაც ცოტა მოგზაურობებს მოვუმატებ. მე არ ვიცი როდის რა დამარტყავს თავში და რას გადავწყვეტ და რას გავაკეთებ არ ვიცი. ამიტომ რაც უფრო კარგად მოვიქცევით ყველანი ერთად, ნაკლებს ვაგინებთ ერთმანეთს და ანუ ურთიერთპატივისცემას ვისწავლით, თორე ცემატყების და გინების სურვილი განა მე არ მიჩნდება კაცო, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ. მადლობა დონაციებისთვის. მადლობა ეგ თვლებზე გეთერ არის. ეს ახალი ნიღაბია, ეხა ტრუას ნიღაბს ვაკეთებ, ჯერჯერობით ჟეშტია უბრალოდ, მაგრამ მე ეს მოდელია და მე ნელ-ნელა ამას ავაწყობ. მოდი შუქი მოვუმატო. ნელ-ნელა ავაწყობ.
შეერთებული მაქვს Powerbank-ს და რავი თუ გაკაჩა, მეგონი გაკაჩას რაც. ხო, დიდი მადლობა, გაიხარა. რა ქვია მაგას? აი Powerbank-ს დავტოვე, ხოლმე მე უფრო კაი განათება იქნება. მადლობა. აუერთი წამი. უბრალოდ ეხა მე რაღაცებს ვფიქრობ. უბრალოდ რაღაც აი გავაკეთებდი რამე ისეთს რა, აი ვფიქრობთ გეუბნებით გავაკეთებდი რამე ისეთს, რომ მე უბრალოდ ეხა ხალხთან მესიჯობის ნერვი არა მაქვს. უბრალოდ ვფიქრობ რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რომ თებზე გადასვლის, მადლობა, თებზე გადასვლის გარკვეული ტიპის სწავლებასავით გამოვიდეს, ოღონდ სწორად გამიგეთ ისე, რომ მე პასუხისმგებელი პირი არ უნდა ვიყო. რაღაც აი ვფიქრობ, როდისმე თუ შეიძლება გავაკეთო, შეიძლება ვაფშე არ გავაკეთო. აი გეუბნებით თუ აი ფიქრის პერიოდში, იმიტომ რომ მე ხა ტურისტულად გეუბნები და ტურისტულად როცა ვატარებდი ექსკურსიებს, იქ სხვა რამეა და ყველას კუჩი დავსდებდი და ხო, ვინმე სანამ გადაიჩეხება, ჩემი ბრალი აღარ იქნება. არა, მარტო გადაჩეხვაზე არ არის რა, როგორი მომენტი იცი? ზოგს შეიძლება დიაბეტი ქონდეს, მე ერთხელ ერთიორჯერ გიჟი აღმოჩნდა რაღაცა და მე ხა სად ვიხანჯლაო, სადამცალია ხალხთან სახანჯლაოთ რა. ხო, blackout-ის რეპეტიცია ერთის მხრივ იყო, პლუს კიდე რაღაცები გააკეთეს რა. რაღაც მე მგონი ამანათები გადაიტანეს ცაში, თქვა წეგან ვილაპარაკე. ხო და არ ვიცი ხა რა როგორ გავაკეთო. მე თან პლუს ლაშქრობებს ადრე ვაკეთებდი. არ ვიცი, აი რაღაც თუ მომივა აზრად, ნახოთ რა, მადლობა გლეხი, მადლობა. ხო და იმიტომ როგორ იცი მე შეკრების მე ნახე, აი როგორ თემაი არის, აი აგიხსნით რა. აი აგიხსნით. მე ტურისტულად რაღაცას როდესაც ვაკეთებდი, მე იმ დონეს გავწდი. მე იმ დონეზე უქვევით ვეღარ ჩამოვალ, იმიტომ რომ მე გადასული ვარ ველურ პირობებში მოგზაურობებზე რა. მე ხა ვეღარ დავარგანიზებ ამ რაღაც, მაგრამ გარკვეული სწავლებაც საჭიროა. ანუ ბანაკები უნდა შეიქმნას, სადაც ესე ვთქვათ, ამ ბანაკების წარმომადგენლები თვითონ ადამიანები იქნებიან და ლოკაცია, ანუ პირველ რიგში ადამიანები იქნებიან ბანაკის ნაწილი და თვითონ ლოკაცია იქნება მეორე ხარისხოვანი რა. ხო, 200 კაცი, აი 70 კაცი ვიყავით ისა ვარიორ 2013, 2012 და 2000 სწორად მახსოვს 2012-ში ვიყავი და 2013-ში ვიყავი მე. აბუდე ვახ შედი დავატირე, არ გადავარდე. ფეხი მიმერწყა. ფეხი მიმერწყა მაგიდაზე და აჰა. ხო და 2012 და 2003 შენ თუ მატრიცის გჯერა ეკლესიაში რატო დადიხარ? ეკლესიაში იმიტომ დავდივარ მატრიცა რო დემონებმა შექმნეს, მაგიტომაც დავდივარ, იმიტომ რომ მატრიციდან დავახციოთ თავი. ხო, 2012 და 2013 2012 და 2013 წელს ვიყავით ზაფხულზე აბუდელაურის ტბაზე. მოგედი რა ქვია იმას? აბუდელაურის ტბაზე ვიყავით, იმიდან გადავედით რა, იქიდან. ხევსურეთი ქვია, არა, ხევსურეთში გადმოვედით ყაზბეგის მხრიდან. რა ქვია იმ ადგილს, იქიდან რა მოკლედ რა. დამოვიწყდა. ჯუთა ხო? ჯუთადან 17-18 კილომეტრი. მოგეთ ჯუთადან გადმოვედით. ჯუთადან გადმოვედით. დამოვიწყდა ბიჭო, რა ქვია? ის ყინვარები რო არის, დედაენის მწვერვალი და ისინი. აუ გავითი ხაღარ მახსოვს. და მოგეთ აბუდელაურის ტბებზე გადმოვედით. ერთ-ერთ ლაშქრობაზე 70 კაცი ვიყავით რა. წვიმდა რაღაცა მთელი ამბები იყო. გოგოებთან ერთად რომანტიკები, მაიონეზები, ჭამასმა, ლაშქრობები, ძალიან მაგარი რაღაცა იყო და უბრალოდ მე რო რაღაცა რომ მოვიფიქრო, რატო ამბობ, მე რო რაღაცა რომ მოვიფიქრო, აქ უკვე მე იმ მე სამომავლოდ ისიც თუ გავაკეთო, მე როგორც ორგანიზატორი ვეღარ ვიქნები რა. ანუ მე ვიქნები შესაძლოა მარშრუტი შევადგინო და მე ვთქვა შეიძლება ესე რომ თქვა აი A პუნქტიდან B პუნქტამდე აი თქვა აი ამ მარშრუტს გავდივარ და მივდივარ. ვისაც როგორც გინდათ წამოდით, სადაც გინდათ შეიკრიბეთ, ერთმანეთს დაუკავშირდით და ეხლა ამას რა პლუსი აქვს, რომ ხალხმა თვითორგანიზება გააკეთოს და ასე შეგვიძლია, იმიტომ რომ ხა
მე ვერ დავიწყებ, ზოგს დიაბეტი ჭირს, ზოგს გულის ფრიალი ჭირს, ვიღაცა ცუდად გახდეს, მე სასწრაფოს დაველოდებ, ანუ მე ტურიზმში ხდება და მე მაგებში ვეღარ ჩავერთვები. მეც რო დამინახოთ რომ მივგორავდე კლდეზე, უნდა გააგზავნოთ თქვენი გზა. რაღაც ანუ ეგ ცოტა სხვა თემა არის რა. ვერ ვალაგებ გონებაში. პლუს ძალიან დიდი ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული, ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. მადლობა ჰესანდრო, სადაიკარგე. ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული თქვენს აქტიობაზე, თქვენგან როგორი ენერგია მოვა. ვინ რამდენ სტიკერს დაარტყობს, მაგაც კი არის, როგორი ენერგია მოვა. ანუ მსმენელი როგორც აუდიტორია რო შედგეს. არ არსებულია მსგავსად დაორგანიზდესო. ხო და ნახე მე ძველ ფორმატში დაბრუნება აღარ შემიძლია. აი, მე გადავედი, იმიტომ რომ იქ რაღაცები მოხდა ისეთი რა, რომ მე უკან ვეღარ დავბრუნდები რა. ანუ ეხლა ნახე როგორ აი თამარ, მადლობა გლეხი. თამარ ნახე როგორ რაღაცა იყო, მე როდესაც ექსკურსიისთვის ხალხს ვაგროვებდი, ანუ ჩემი ინტერესებში იყო და ჩემი პირადი მიმოწერა მქონდა ხალხთან. აუ ეხლა მაგრა დასხებს. ხო და ჩემი პირადი მიმოწერა მქონდა ხალხთან და მოგეთ ისეთი რომ ნორმალური ხალხი წამოსულიყო თან იქ ფულს იხდიდნენ, მე საორგანიზაციო საკითხები და ასე შემდგომ. მე ახლა მიმოწერების ნერვი აღარა მაქვს. მაგდენი ენერგია აღარა მაქვს. კიდე გადავარდა შენი რა. შიმშილის დროს ნუ ბევრი საინტერესო რამე იქნება, რა ვიცი რა გითხრათ აბა. ეს დალოცვილი ტელეფონი რამ სიმძიმეა ეს Samsung-ი. ესე იგი ჩინეთის დედას ფიცა ვარ ჩინეთის დიდ კედელს რომ მიაყუდო წააქცევს რა. ამ დროს кейსი მოუხსენი რომ არ გაცხელდეს და არ დაიტა იმენა წააქცევს კედელს სახს რომ მიაყუდო წააქცევს რა. ტოის ქაღალდზე მაქვს ვიყუდებული ხა უკვე powerbank-ი მიმაყუდე რაღაცები. აუ ის კარდონის შტატივი აქ უნდა ჩამოვიტანო რა, რა თქმინდა იქან. სახში მაგდა. კარდონის შტატივი მაქვს რა და მე ახალი შტატივი მაქვს. ერთი კი მაქვს, მაგრამ ის თანამედროვე გრძელი შტატივი მაქვს კიდე საყიდელი ახლა. ხო და ბუნკერში ვარ ხო? ხო არა, ფეხი არ მიკრია, თვითონ წაიქცა. ხო და ხო. ეს არის ანტი-ზომბი ბუნკერი. ჩემით გავაკეთე და აქ შევაფარებ თავს. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში მე ჩემით ვიმოგზაურებ და მე რაიმე საინტერესოს თუ მოვიფიქრებ, არ ვიცი ჯერ უცებ შეიძლება რაღაცა მომივიდეს თავში იდეა რა. სახელმწიფო მიწაზე ტყეებში ვარ ბუნკერი გაკეთებული. ოფიციალურად სახელმწიფოსია ხახნო მთელი ტერიტორიები. აკოკალცის აპოპალიფსის დროს კალორიები მიიღო, ხო? გამომშრალი საჭმლის კეთებაში რას გულისხმობ, სანდრო? აი ხა იმას სნეკებს გულისხმობ თუ რომელ გამომშრალ საჭმელს გულისხმობ? ხო, ისა მოიცა ვარიორით ვიღაცა მეკითხებოდა ეკიპირებაზე, აი თავში ქაოსი მაქვს ხა ამ რაღაცა ნივთებზე რომ წერ ეკიპირებაზე რაღაცას ჩავწერ მე რამე საინტერესო თუ მექნება YouTube-ზე ჩავწერ ხო ხტები ბევრი კონტენტი მაქვს გაკეთებული და ეხლა ეს ჯერ აგვისტოში და სიცხეში ვერ ვაზროვნებ და მე ნახოთ რა ლაშა გეგმები დაწერე ხოლმე და ვიმე დანიშნე წამყვანი შენ თუ არ გინდაო მე ხო არა მე მესმის ნახე როგორ არის მე შეიძლება როგორ ავქნა იცი ხო ნახე აი ხა მაგალითად მე ვიყავი წასული თბილისის ეროვნულ პარკში გაკეთდა თბილისის ეროვნულ პარკში რამდენიმე წელს გაკეთდა სალაშქრო ბილიკი 35000 ლარი დაიხარჯა კაცშული ხარ ყოფილა 1-2 მულაშქრე იყო მე წასული გერმანიამ დააფინანსა იქ რაღაცა ორგანიზაციები აფინანსებენ მოეწყო რომ წავედი მარტო წავედი რა მაგერთხელ იყო ერთ დღეაზე წავედი მარტო რა მაგერთხელ იყო წავედი ერთ დღეაზე ესე მარტო რომ წახვიდე და მე შეიძლება იქ როგორ ავქნა იცი რომ გადაკვეთის წერტილები
ერთ წამს დამელოდეთ ერთ წამს. არაფერს არ ვიღებ მეგობრებო. ერთადერთი ქლიავს ველოდები, როდის დამწიფდება. ნახე მთელი მიწები რა ვიგულისხმე, ეხავე გეტყვი, მოიცადე ერთი წამს საწავიდან. მთელი მიწები რო არის მთავრობის სინამდვილეში. ან მაგათაც ხა ჩვენ ხო გგონია რომ ჩვენი არის თქვა რაღაც სოფელი გაქვს და კერძო საკუთრება. ეს დროებით გგონია და დროებით გვაქვს. ჯერ ესეთი უკვე მაგაზე უძრავი ქონების გადასახადი დაწესდა, უძრავი ქონების გადასახადი დაწესდა და უძრავი ქონების გადასახადი ნიშნავს იმას, რომ შერეალოთ რაღაცა ხარკს და ქირას უხდი სისტემას რა. ანუ შენი არ არის ეგ მაგას ნიშნავს. ეს ერთი, მაგრამ მე მეორე რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს უძრავი ქონებები სინამდვილეში ეს უძრავი ქონებები სინამდვილეში როგორ არის იცით? ანუ პირდაპირ გამოაცხადებს სისტემა მე ზოგადად თელ სოფლიოში რომ პირდაპირ გამოაცხადებს რომ ერთ წელს დამელოდეთ სისტემა არა კაცო ვისაც რაც გინდათ ის იყიდეთ ახლა უბრალოდ მე მაგალითად გირჩევდით რომ გადახვიდით პირდაპირ სოფელში იყიდოთ ბინები და რაც შეიძლება მთებისკენ და იქით გააკეთოთ სწორება იმიტომ რომ ზოგს პირდაპირ გეუნებით ავეჯის ყიდვა და რემონტი დამთავრებული არ ექნება აი ხა მაგალითად ეხლა რო კორპუსები შენდება და ნუ ანუ აი კორპუსებზე ნუ იქნებით დამოკიდებული რა და არა რა შუაში პანიკობაო ლაპარაკობთ დაპანიკებული სად დაგვინახეთ უბრალოდ ჩვენ ლაპარაკობთ განვიხილავთ თემებს და ხო და სისტემა გამოაცხადებს იმას რომ ზოგადად უძრავი ქონებას და მოძრავი ქონებაც ოფიციალურ დონეზე აღარ ექნება სოფლიოში არავის ეს არის დაგეგმილი რო იცოდეთ რა და იქნება ქირა აი ანუ შენ მიწა რაც შენია გეტყვი სახელმწიფო რომ ეს ვსო ჩემია და გადაიხადე უბრალოდ მოგაქირავებს უბრალოდ რა მადლობა სანდრო მოგაქირავებს უბრალოდ ამიტომ ამაში ეს იგულისხმება და პასუხი იმაზე თუ სად უნდა დაბანაკდეს ადამიანი მან არის ეგრე რომ ტყეებსა და მთებში და გამოქვაბულებთან და რაღაცა მღვიმეებთან ახლოს მაგრამ თვითონ ახლა ქრისტიანების და დევნა ახლა ჩვენთან როგორ იქნება არ ვიცით მაგრამ როცა იქნება მათ დრონებს გამოიყენებენ რატომ იკეთიან ნიღაბი როცა მეუბნებით სახის ამომცნობ დრონებს გამოიყენებენ მე რომ მკითხოთ ნიღაბი ყველას უნდა გეკეთოთ უკვე დრო არის რომ ნელ-ნელა ნიღბები გაიკეთოთ და ზოგადად სოციალურ ქსელებში სახეებზე ვაფშე აღარ უნდა გამოჩნდეთ რა იმიტომ რომ სახის ამომცნობის სისტემებით ალბათ სახის ამომცნობი სისტემებით იქნება აღჭურვილი ეს პატარა დრონები ხო უყურებთ ვიდეოებს და პირდაპირ ნადირობას რომ დაიწყებენ ხალხზე თქვათ სისტემაში 10 კონკრეტულ მოქალაქეს როდესაც აიღებენ საძებნელად დრონს გაუშვებენ და ეს დრონი მოძებნის სახის ამომცნობის სისტემით და პირდაპირ შუბში დაახლის ტყვიას რა გინა ტყეში იყავი და გინა სოფელში ეგ ეგრე არის ეგრე დაგეგმილია ეგრე Black Mirror-ში და ყველგან ეგრეა ხო და ეგრეც იქნება და აქ ტერიტორიები რასაც ქვია ტერიტორიები ხალხი იმდენად შორს უნდა იყოს თქვა ცივილიზაციის გარო იქ მთავრობის წევრები იქ არ მოვლენ იქ გამოუშვებენ დრონებს რა ამიტომ დრონებისგან თავდასაცავად საჭირო არის დრონებისგან თავდასაცავად
აჰა, წვიმა იწყება. დრონებისგან თავდასაცავად საჭირო არის მღვიმეები რა. ეხლა მღვიმეები მეგობრები არიან, მღვიმეების მკვლევარები და იკვლევენ მღვიმეებს. იდი შედი ამ მღვიმეში და იყავი, მაგრამ პროსტა საჭმელს არავინ არ მოგიტანს, აი ეგ არის ცუდი რა. დარჩებით შივრები. ამიტომ საკითხი დგას ასე რა. საქართველოში რამდენადაც იქნება ხალხი გამოღვიძებული, იქიდან გამომდინარე იქნება სიტუაცია. ანუ ერთადერთი გარე ძალებს ნახეთ რა ხდება, აი როდესაც ახლა პოლიტიკური საკითხების გახსნა მიდის ხოლმე, გარე ძალებს შეუძლიათ ხოლო დასაყრდენი ყოფონ ადგილობრივ მოღალატეებზე. ამათ გარდა დაემატებათ ტერმინატორი დრონები და რობოტები რა, მოგდე რობოტიზაცია რო წავა ძალიან მალე. სამხედროები, ჯარისკაცები, სამხედროები, პოლიციელები, რობოტები იქნებიან. პასპორტის სურათი ექნება როგორ არა, ხო და ეს რობოტები ერთადერთი რობოტებს დაამატებენ, ხვდები და სიტყვაზე თუ საზოგადოება მთლიანად ვინც იქნება იცხოვრებს აქ ერთ აზრზე იქნება, ჩვენ დავამარცხებთ რობოტებს. ანუ ომის გამოცხადებაც რომ მოგვიწვიოს რობოტებთან და ტერმინატორებთან, ჩვენ დავამარცხებთ რობოტებს, ოღონდ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი საქართველოს, ხვდები? ანუ ეს ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს, ვერც პრეზიდენტი, ვერც მეფე, ვერც მონარქი, ვერავინ ვერ გააკეთებს, თუ ხალხი არ იქნება აზზე მოსული და აი, მაგალითად, ანუ ნახეთ, ჩვენი სისუსტე რაში მდგომარეობს, აი ჩვენ სისუსტე რაში მდგომარეობს, ნახე? რომ საზოგადოება რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი გაყვეს ესე ვთქვათ მინიმუმ 2-ად, 3-4 ნაწილად, მაგრამ მინიმუმ 2 ნაწილად გაყვეს რა. ანუ აზრის 2-ად გაყოფაში ისიც იგულისხმება, რომ ადამიანებს ფეხებზე კიდიათ რაღაცა რიგი საკითხები. ანუ მე მესმის კი არ ვაკრიტიკებ, მე ვამბობ უბრალოდ ფაქტია, რომ ადამიანები რაღაცა კონცერტებზე წასვლით უფრო არიან დაინტერესებულები, ვიდრე გარკვეული რაღაცა მოვლენებით, რაც ხდება ქვეყანაში. მე არ ვამბობ, რომ რატო წახვედი კონცერტზე და რატო არ წახვედი მიტინგზე, მე ამას არ ვამბობ, არა. ანუ მაგრამ ამ ყველაფერს თავისი შედეგი მოყვება, ხო ხდება ნიჰილიზმი, როდესაც გაქვს. აი ამ ნიჰილიზმით სარგებლობს გარკვეული თქვა ვიღაცა ბობოლა, მილიარდელი სადღაც უცხოეთში და ყიდულობს შენთან მიწევს რა, სანამ შენ იმის რა ქვია 800 ლარიან კონცერტებზე სტორებისთვის ხარ წასული, მილიარდელი ყიდულობს შენთან მიწევს და თავისი შთამომავლობის და თავისი ესე ვთქვა ქვეყნის მოქალაქეების ჩასახლებას უზრუნველყოფს, რომელსაც შენ ვეღარ გააგდებ. ამიტომ რისი თქმა მინდა, რომ საზოგადოება უნდა დასახოს პრიორიტეტები რა, ანუ რა გვაქვს ჩვენ პრიორიტეტი. აი ხა მაგალითად დავიღოთ დავით გარეჯის საკითხი, ხო? მე ადრეც ვთქვი. დავით გარეჯი თქვა იქ რაღაცა მონასტრის იქითა ტერიტორიები იყო საქართველოს და დაკარგა და ასე შემდგომ. მე რა უნდა გავა, მე ვარ მოქალაქე, აი ნახეთ. მე სულ კითხვას, აი როგორ ჩვეულები მოქალაქე. მე არ ვარ სევო, მაგრამ ვარ მოქალაქე სიტყვაზე რა. მე რა უნდა გავაკეთო? მე ესე იგი მიტინგზეც წავიდე, ესე იგი მესაზღვრის მაგივრად წავიდე იქ გინა დავით გარეჯის ხარე იყოს, გინა კავკასიონის ხარე იყოს, იქაც დავიცვა. ბაზარი არ არის, წავალ, მაგრამ სიტყვაზე სამსახურში წავიდე, ბავშვსაც ზუზუ ვაჭამო. ეგ რა დაირად? თან გადასახადები ვიხადო და რა ქვია, იმას რა ქვია, ანუ ამ მესაზღვრეს თუ რაღაცა ბიუჯეტი ხო უხდის ხელფას. ანუ მე ესე თქვა და თელ სისტემას ხელფასი მივცე ჩემი გადასახადების სახით და თან პლუს ესე იგი და მაინც მე ვაკეთო ყველაფერი. ანუ მე თავრობაც მე უნდა შევცვალო, ესე იგი მიტინგზეც მე უნდა ვიდგე, ყველას მაგივრად ვილოცო, შვილები ვაჩინო. ეგ კიო ხო არა ვარ მე კაცო, რა გაწვიმდა. აი, წვიმა წამოვიდა, ახლა ამ უნაკებმა გამოუშვეს წვიმა. ამიტომ ეგ ეგრე არ გამო, უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოება. საზოგადოება რო ერთ აზრზე იყოს, რაც საჭიროა იმაზე, ხო? არც მიტინგი არ არის საჭირო და არც არაფერი. ხალხმა უნდა თქვას, რომ ეს არის გასაკეთებელი ესა და გაკეთდება. ტყეში ვარ მართლა აბასარია. აქ შეიძლება 1-2 წუთი ჩამოვიდეს. სახვარი ბუზი, გადიახლა. გამარჯობა დიმა, გამარჯობა როგორ ხარ? როგორ ხარ? მოიწევ ზევით რაღაცები წერია.
ღვთისმშობელი დაიფარავს გასაგებია, მაგრამ ადამიანებს ხომ და გააკეთოს რამე კაცო. აზრი აღარ ხომ სიტყვის ხო. ჯერა, მაგრამ ეს ყველაფერი ამ როდის მოხდება, რამდენ ხანში უფრო სწორად. ხახნო, ნახე ირანის საკითხმა, აი, თქვენ არ უყურებთ რეალურ ანალიტიკას. თქვენ უყურებთ აი რაღაცა რაღაც სიტყვებს რო ისვიან საინფორმაციოში, არა. რეალურ პოლიტიკურ ანალიტიკას უნდა უყუროთ. ეხლა მე გადაზიარებული მაქვს რეპოსტებში ფუკოს ქანქარას აქვს დადებული ვიდეო, ბაბელ მანდებისო თუ რაღაცის სრუტე რო ქვია, მანდობა. იმის სრუტის ჩაკეტვასაც აპირებენ. ირანის ეს რაღაცის სრუტე როა იქო დროებით ჩაკეტეს, გახსნეს ჩაკეტეს. ვაფშე რას თამაშობენ ეს ტრამპი და ესენი რა რაკეტებს, საერთოდ რა ხდება, გაუგებარია. ეს არის სრულიად არალოგიკური. ამიტომ ეფრემოვს მე ვეთანხმები, რომ ამ ყველაფერს არ შეიძლება ადამიანი ხახო აკონტროლებდეს თუნდაც რაღაც ადამიანების ჯგუფი. ამ ომებს და ამ ქაოსებს და ეკონომიკურ კრიზისებს ხელოვნური ინტელექტი გეგმავს და ადგენს. ამას ხელოვნური ინტელექტი მართავს. გამორიცხული ეს ადამიანი რომელიც დღისით მუშაობს და ღამე ძინავს, აი ესეთი ადამიანების ბრძანებულებების სისტემაზე იყოს აგებული ეს ეკონომიკური კოლაფსები. და აპირებენ ამ ჩაკეტვებს ამ იმას და ეხლა ხან მე გრეჩი ხარ ნახეთ როგორ არის მაღაზიის დახლებიდან მოიცადე აი აქ ერთი ხმა გაუჩი შეფიწამით remove background noise. აი ჩავხო ხო უკანა ხმა წავშალე აუ ვიდეოს YouTube-ზე რა ისმის ჩემი ხო ნორმალურად რა ანუ წვიმის ხმა დახშულია ახლა მაგრამ იქნება მაინც წვიმის ხმა წვიმის ხმა არის ის ჩემი სხვა კარგად ისმის ხო კაი მე მაინტერესებდა კაი ჩემი ხმა ისმის კარგად ხო კაი გასაგებია ვილაპარაკებ ხმა მაგრამ ჩემი რამედის ტყეში ვარ და არა ხახნო ანტიქრისტე ხელოვნური ინტელექტი არ არის ეს არის ხახნო შემოგდებული ჭორი არასწორი ინფორმაცია ანტიქრისტე არის კონკრეტული პიროვნება იქნება რომელშიც შევა დემონი და დემონი გააკონტროლებს მთელ სოფლიოს გენური ინჟინერი რა შუაში ვერ გავიგე შუქის წასვლაზე ვისაუბრე YouTube-ზე გამომიწერეთ ბენი 2050 მაწერია აი როდ შემოდიხათ აწერია იქაც აწერია პროფილზეც აწერია ხელი დედამიწა ჩაწერეთ არ მოგდეთ YouTube-ზე გამომიწერეთ ხო ეხლა გამომიწერეთ ეხლა ნახეთ რას გავაკეთებ ლაივის ჩანაწერებს გავაკეთებ ესე დასაკრავ სიას გავაკეთებ ცალ-ცალკე რო აღარ ეძებოთ TikTok ლაივი ეკეთებ დასაკრავ სიას YouTube-ზე დასაკრავ სიას ერქმევა TikTok ლაივი და ამ ლაივის ჩანაწერები იქნება და ყველა ლაივის სათაურებს არ უკეთებ, იმიტომ რომ 1000 თემაზე ვსაუბრობ, თარიღების მიხედვით იქნება. ანუ რა თარიღშიც ახლა ღამე ხო არის რაღაცა რა რიცხვი ახლა არ ვიცი 22 თუ 23 თუ რაღაცა და რა თარიღიც იქნება, ის თარიღი სათაურად იქნება ის თარიღი. თვითონ ლაივში როდესაც შეხვალთ, იქ დაგხვდება ლაივის ჩანაწერი კაია მანქანაში უსმენ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ლეონ, გაიხარეთ. იქ იქნება უამრავი თემა გაშლილი. ეხლა თავიდან ცოტა მოთელვა მქონდა, ეხლა მეც ვსწავლობ, იმიტომ რომ ჩამოყალიბება ჭირდებოდა ამ ყველაფერს და ნელ-ნელა ყალიბდება რა როგორ ვისაუბრო, ამ მეტყველებას, გამართულ მეტყველებას ყველაფერს დრო ჭირდება, ხო ხვდებით რა? ესეც დაიდება, ხვალდავდებ ამას YouTube-ზე. YouTube-ზე გამომიწერეთ, მაგ ლაივებს უყურეთ, მოიხოდება ჩემი ის გვერდიც, ეს გვერდიც, ბევრი საინტერესო ინფორმაცია იქნება. და პლუს ახლა ერთ საკითხს უნდა შეხედოთ. ეს ნიღბები და ეს მასხარაობა პლუს უნდა იცოდეთ, რომ ეძღვნება იმას, რომ
გარე საზოგადოების გარე წევრებმა ან უცხო წევრებმა არ აღმიქვან სერიოზულად. ეს არის ნიღაბი თვითონ ეს კი არ არის. ეს იმიჯი არის ნიღაბი, რომ სანამ მე ეს ინფლუენსერები დაბლოკილი ვიყავ თითქმის ყველა, სანამ მე ესენი სერიოზულად არ აღმიქვავენ, შესაბამისად ინფორმაციულ ბრძოლასაც არ მიცხადებენ. ანუ კიდი ვარ რა, რაც მე თხას ვეკიდები, მე ამათ მე მოვასწრებ რომ მეტი ინფორმაცია გადმოგცეთ. ამიტომ ეს ყველაფერი არის შირმა, მე არ ვარსებობ, მორჩა. ამაზე გეუბნებით. დაბლოკეთ ვინც იგინება ყველა. ბოტი როდის დაგიძახე კაცო? გენური ინჟინერი შექმნეს არ ვიცი რა სიძახი. ეგ როგორ შექმნეს არ ვიცი, ეგ უცნობია რა. როცა მოხდა ხალხის ჩატვირთვა, რა ფორმით მოხდა, მატარებლებით შემოიყვანეს, საიდან შემოიყვანეს ეს ხალხი, ვართ ჩვენ მართლა ქართველების წინაპრები თუ ქართველებად იქ სადღაც ლაბორატორიაში დავიბადეთ. ეს დნმ-ის თემები, ეს ცოტა სხვა პესნია არის. მე ახლა არ ვეხები მაგ თემებს, იქ დნმ-ის რაღაცა კონტენტებიც გააკეთეს და მე საერთოდ არ ვეხები, იმიტომ რომ მე იმისათვის რომ მე პასუხი არ პირდაპირ ვიძახი, მე მაგ ეჭვები, მაგრამ მე რომ ზუსტი პასუხი მქონდეს რაღაც საკითხებზე, მე უნდა მქონდეს დროის მანქანა, ან რაც გინდა ეს დაარქვი, ვიღაცამ დრო უნდა გადამიხვიოს უკან და აი ერეკლეს მეორეს გამეფების პერიოდი, გამეფებამდე რა ხდებოდა, ხალხი საიდან მოვიდა აქ. იმიტომ რომ სოფლის მეურნეობით შეუძლებელია საზოგადოების ფორმირება და ცხოვრება და რაღაცა ენა ვითარდებოდაო, რა ენა ვითარდებოდა, რას ლაპარაკობთ. შანიძეს თუ რა ქვია, ქართულ ფილოლოგიაში გრამატიკა შანიძეო თუ რა გვარია ისა. ის წიგნი რო არ დაეწერა იმ შანიძეს ის გრამატიკის, ვაბჟე ვერც ვილაპარაკებდით ეხლა. ახლა რა ამბავია. ოიცე რაღაცას წერს ესა ამლის ზემოთ რატომ ადის არ ვიცი, აბა რა ვიცი. ხო, ანუ ანტიქრისტე არის კონკრეტული პიროვნება იქნება. ვითომ ხელოვნური არა, ხელოვნური ინტელექტი იქნება სოფლიოს სათავეში, მაგრამ ანტიქრისტე ცალკე რეალურად იქნება პიროვნება. ატომური ელემენტები თქონდეს და სხეულიდან სროლასაც შეძლებს და ის დახმარებითო, რომელი რობოტები თუ ანტიქრისტე ორივე შეიძლება. ახლა მაგალითად დოქტორი დუმი რო გამოდის Avengers-ებში შეიძლება ეგეთი როჟა იყოს. რაღაცა კოსტუმი ეცვას, ასე რაღაცა შემცავი ჯანგები დააწყოს და სუპერძალებს ფლობდეს რა. ეს მაგარი სიცხე იყო და ხა როგორ ის არის. ხო. თევზი არ არსებობს, აუ ბიჭო, იმენა ერთი ბუზია, აი ხა სანამ არ მოვკლავ არ შემეშვება რა. ახალ დაბადებული თარ. მოდი აქ შეახვარო. აჰა. ვინი შეჭამ რა. თავს ვიმედება და შიში დაგვემართა შუქირო ჩაქრა 1 საათით. სამ ლაივიანი გამოცდა რა არის? საერთოდ აი როგორ რაღაც არის, იცი მე მაგალითად ნელ-ნელა ვხვდები მე ნელ-ნელა მე ვხვდები ეს რა ჰიდროელექტროსადგურების თემა
დენი რო არ არსებობს. ანუ მე ვეთანხმები მაგას, რომ ჰიდროელექტროსადგურები, როგორ თქვია, ჰესები, ენერგოჰესები ჩვენ ცივილიზაციის ჩატვირთვამდე არის აშენებული ძირითადი. ეხლა ენგურჰესზე მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მთელი დოკუმენტური ფილმებია მომზადებული როგორ აშენებდნენ, ამიტომ რა ვიცი, მე რა ვთქვი ხა, მე დარწმუნებული ვარ, ეხა ნაღდია, მაგრამ ხო, 100 ქარხანა არა, კაცო, ფათოშორის ბიზნესამ რა დაპირებაც დადო, 100 ქარხანასთან დაკავშირებით, 100 ქარხანა ისეთი კი არ უნდა იყოს, მაინც რუსთავის მეტალურგიული რო არის, ანუ აქ 100 საწარმო იგულისხმება, 100 კი არა, მაგ ამბავში დაპირება შეასრულეს, 100 კი არა, 1000-ზე მეტი საწარმო არის აშენებული და მეტი კიდე დაჟე. საწარმოები აშენებულია, ქარხნებიც რაღაც ნაწილი აშენდა. აშენებული არის, როგორ არ არის, კაცო. ხო, ახლა დიდი ქარხანა შეიძლება ვერ ააშენეს, მაგრამ ოდისეაც სანახავად 10 წავალ რა. ცოტა ხანში წავალ ბილეთი ნაკიდიმად. არა, ნახე როგორ რაღაც არის. ჩვენ უნდა განვასხვაოთ რა, ანუ ღმერთმა შექმნა ადამიანი და ეს ბიბლიაში რაც წერია, ყველაფერი ეგრეა, მაგრამ ჩვენ ანუ კაცობრიობის დიდი თლიანი ისტორია სხვა რამეა. აი მატრიცა მიშლის ხელს რა. ესე იგი რა გამოდის, მე რო ყოველდღე ლაივში გავიდე, ყოველდღე წვიმა იქნება. ანუ ნახე, ჩვენ ისტორიის კვლევის საგანი არის ცოტა სხვანაირად. კაცობრიობის ისტორიას ჩვენ ახლა არ ვეხებით. იქ საერთოდ არ ვიცით, საერთოდ აი პირდაპირ შეიძლება ითქვას, უბრალოდ ეს მოცემულობა რაც არის ვიღებთ, მაგრამ რეალურად რომ დავიწყოთ ფიქრი, სად ვართ, ვინ ვართ და საერთოდ რას ვაკეთებთ, აზრი არა ვართ რა. ხო, სპაიდერმენზე უეჭველი ეგრევე IMAX-ში წავალ. რა თქმა უნდა, შეიძლება ScreenX-ზეც წავიდე. ხო და რაც შეეხება ჩატვირთვის თემა, იგულისხმება ჩვენი ცივილიზაციური ჩატვირთვა 2 საუკუნის წინ, ანუ დაახლოებით ეს პერიოდი იწყება ერეკლე მეორეს, ჩვენთან ერეკლე მეორის მეფობა რო იყო. მე ადრე ვიდეოც ჩავწერე გაყალბებულ ისტორიაში დებს, რომ წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ერეკლე მეფე მეფობდა, იმ დროს ჰარპის კლიმატური იარაღი მუშაობდა გარკვეულ ტერიტორიებზე. აი წარმოიდგინეთ, რა დონის სიგიჟეა. ეს არის ფაქტი. ანუ ხალხი რო ხანჯლაობდა სადღაც რაღაცა პატარ-პატარა ომები რო იყო და რაღაცები შეიძლება გაბერილი იყოს ციფრები, მაგრამ პატარა რაღაცა შეტაკებები ომები რო იყო, ამ დროს ჰარპის ტექნოლოგიური კლიმატური იარაღები სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა უკვე. ანუ ეს ხალხი საიდან სად შემოიყვანეს, გადაიყვანეს, ეს არის რუსეთში, საქართველოში ყველგან ეს არის როგორ იცით ხალხო, პირდაპირ ჩასახლებული, იმიტომ რომ ეხა მე გეუბნებთ, აი საბერძნეთი რო აიღოთ, ხო? საბერძნეთი რო აიღოთ, მე გამოვიკითხე საბერძნეთში 60-იან წლებში გეუბნებით, 70-იან წლებში და 50-იან წლებში ხო საერთოდ ისეთი შიმშილობა იყო თვითონ ათენში, რაიონებში აღარ ვლაპარაკობ. ისეთი შიმშილობა იყო, მე ვსვამ შეკითხვას. აი მე ვსვამ, ანუ სანამ ევროკავშირი და ეს ევროპა არ დააფინანსებდა, ხო? მე ვსვამ შეკითხვას. ბერძნული იმპერიიდან, აი კითხვას ვსვავ ისტორიკოსებთან. ბერძნული იმპერიიდან 1960-იან წლებამდე ქვეყანამ როგორ მიატანა სული? ანუ რაზე დაყრდნობით? გამორიცხულია უბრალოდ სოფლის უბრალოდ ხალხი შიმშილობით ამოწყდებოდა, ანუ გარეჩარევები რო არ იყოს ცივილიზაციურ ჩატვირთვებზე, ნახეთ, უბრალოდ ხალხი შიმშილით ამოწყდებოდა და იქნებოდა წყვეტა. ანუ გამორიცხულია რა. მესაქონლეობა კიდე შეიძლება მესაქონლეობა ნახე როგორ რაღაც არის მესაქონლეობით შეიძლება აი ნახე მესაქონლეობით ჯოგურად ჯოგებად და რაღაცა დასახლებებად იცხოვროს სოფლის მეურნეობით რაღაცა გაჭირა აი ღარიბი მწყემსის დონეზე იცხოვროს მოსახლეობამ და ისიც ძალიან ცოტა რაღაცა ძლივს მოიყვანოს, იმიტომ რომ
შენ ჰექტრობით მიწას ვერ დაამუშავებ ტექნოლოგიების გარეშე, ხარით გადახნა შეიძლება პატარა საყანე მიწა და რაღაცა ხორბალიან, რაღაცა ღომის მარცვალი მოგდიოდეს და ზუსტად ისე იქნები გამხდარი და შიმშილისგან სულ წასული, როგორც არის ფილმში, აი სამანიშვილის დედინაცვალი. ყველა რო აი დალასლასებს შიმშილისგან რა. აი ეგრე რა, აი უბრალოდ გამორიცხულია რა, უბრალოდ აი ბევრი რაღაცა ისტორიაში რაც აწერია, ეს უბრალოდ ვერ მოხდებოდა ესე. მაშინ უნდა მომხდარიყო ცოტა სხვანაირად. ისტორიას აკლია რაღაცა ფურცლები, ესე რომ ვთქვათ რა. ქართველი გოგოების გადარჩენა რომ მოგიწევს, ეგ იქნება გადაობაო. მე რატომ მომიწევს რა? გვეკითხება რემბო რაღაცას. არ ვიცი, მე რატომ უნდა გადავარჩინო? გადაარჩინონ თავიანთმა ქმრებმა ქართველი გოგოები და გადაარჩინონ, იცით ვინ გადაარჩინონ? შენ რომ მიწერდა, იქიდან ვიღაცა მეგობარ ბიჭს რომ მოგიგზავნის. შენ ჩემ მეგობარს რატომ მიწერე ბრატ და სტრელკაზე რო გინიშნებს? აი მაგ მეგობრებმა გადაარჩინონ ქართველი გოგონები. გინდა ქართველი იყოს და გინდა სხვა ეროვნების, მნიშვნელობა არ აქვს. აი ძალიან მშვენივრად ირიდებენ თავიდან ბიჭებს. ყავთ ბაგაჟში მეგობარი, ფრენდზონაში მოქცეული მეგობარი ბიჭები, რა და როგორ ხარ დეტალებში აღარ შევალ. იმათ იშველიებენ ხოლმე და იმათო გადაარჩინონ, კაცო, მე რატომ უნდა გადავარჩინო? მე არავის გადამჩენელი არა ვარ. ჩემი თავი თუ გადავარჩინე, ეგეც გამარჯვება იქნება. რომელი წლიდან? 1000 ჩატვირთვა დაიწყო 1900 როგორ არის იმაში 1780-იანი წლებიდან დაახლოებით 1750-1780-იანი წლები. ნუ 1750 წელი რო ვთქვათ რა, ესე რა. მაგრამ ეტაპობრივად დაიწყო. ეხლა მაგალითად ვიდეოები არის, რომ ჩრდილოეთ კორეა რო არ არსებობს და ზოგადად არც არსებობდა, მადლობა. ეს დასტურდება Google Maps-ის ფოტოებითაც კი. 2015 წლამდე ჩრდილოეთ კორეის ხსენებაც კი არ იყო არანაირი არც ფოტოებში და არაფერში რა. ეს რა არის, ამოტრიალდა თუ რა. გასასწორებელია ხო და რობერტ დაუნი რატო დანიშნეს დოქტორ დუმსდე სტარკთან იქნება რაიმე კავშირში? არ ვიცით ახლა ჩვენ ველოდებით ნახეთ როგორ რაღაც არის, მანდ ორი არ ვიცით რა. ნუ ერთი ძირითადი ვერსიაა მანდ, რომ მარველს თავიდანვე ქონდა ჩაფიქრებულიო ვაფშე დოქტორი დუმის როლზე უნდა გაეშვა ჯერ სტარკი, ეგ დაუნი როგორ ქვია რობერტ დაუნი. მოკედ მარველმა ეგრე გათვალაო, შეიძლება ეგრე ჩააწყონ, შეიძლება არ თქონდათ გათვლილი, მაგრამ ესე მოიფიქრონ და გამოიყვანონ, რომ ტონი სტარკი იყო თვისინამდვილეში თავიდანვე დოქტორი დუმიო, იმიტომ რომ Endgame-ში არის ერთი ეგეთი საკვანძო მომენტი, რომ როდესაც ჰოვარდ სტარკს ხდება, ტონი სტარკი როდესაც მამამისს ხდება წარსულში, იქ არის ნაჩვენები, რომ ამისი ესე იგი მამამისი რო ბავშვს ელოდება, სინამდვილეში ის ბავშვი იბადება სხვა დროს და თვითონ ტონი სტარკის კომიქსების მიხედვით და ფილმის მიხედვითაც საერთოდ სხვა თარიღშია დაბადებული რა და ამიტომ ვერ ემთხვ, ანუ ეს ეგეთი ვერსია არის კომიქსებიდან და მანდ გამომდინარე, რომ ტონი სტარკი კი არ გაუჩნდათ იმ ჰოვარდ სტარკს და მის ცოლს, არამედ ის ბავშვი მოკვდა თუ რაღაცა და მერე ეს ტონი სტარკი იშვილეს. და მოგეთ რაღაც ვერსიებია და უბრალოდ მაგაზე გაირკვევა თვითონ ფილმს როცა ვნახავთ მერე გაირკვევა რა. ხო ბათუმში შენიშნეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი რაღაცა იყო. ჰოთლები საზღვაო ფლოტები გაძლიერდა. მაგის მერე საზღვაო სავაჭრო ფლოტები გაძლიერდა და იმიტომ აი გეუბნები თვითონ ტექნოლოგიური საზღვაო ფლოტები მით უმეტეს აი ნამისადგო აგერ წარმოიდგინეთ აგერ ხახნო ანაკლია ვერ აუშენებიათ ანაკლიას აშენებას ლაპარაკობენ და მე მგონი მართლა მიშას გარდა არავინ არ არის მაგის ამშენებ მიშა თუ აშენებდა თორე ანაკლიას ვერ აშენებენ ეხლაც კი განა ვერ აშენებენ ხა იქ რაღაცა ვერ გაიყვეს მაგრამ რაპორტი უნდა 1800-იან წლებში როგორ უნდა აშენო პორტი თქვენ შეგიძლიათ ამიხსნათ ეგ არის წარმოუდგენელი რაღაც მაგრამ
იმიტომ ვერ ვსვავთ ლოგიკაში, რომ ჩვენ უყურებთ ამას ოფიციალური ისტორიის მოდელიდან. ამიტომ როგორც სფეროსებრი დედამიწის მოდელიდან უნდა ამოვიდეთ, ასევე უნდა ამოვიდეთ ჩვენ სფეროსებრი ისე ოფიციალური ისტორიის მოდელიდან და უნდა ვთქვათ, რომ ამერიკაში რო გადაწვეს ქალაქების ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი და რაღაცები და იქ იყო დაბომბვა მოხდა წინა ცივილიზაციური ომი იყო რაღაცა, მერე შევიდა ეკონომიკა, სამრეწველო ინდუსტრია, ააშენეს ქალაქები, შეიყვანეს ხალხი, ჩაასახლეს მისცეს ყალბი ისტორია და კაც არ იცის მანამდე რა ხდებოდა იქ. არანაირი 100 მილიონი ინდიელი არ მოუკლავს არავის. ეს გამოგონილი ისტორია და ეგრე არის ევროპაშიც. როგორც ახლა უკრაინაში გადაბომბეს, ააშენებენ, ესე იყო გადაბომბილი მე-19 საუკუნეში ევროპის დიდი ქალაქები და მიზეზად რა ვიღაცა ძრო, რეებს ლაპარაკობენ ხახო, იცით? ოფიციალური ვერსია იცით რა არის? სადღაცო, ესე იგი, მესაქონლეობაშიო ათასობით ძრო ხაყავდათო, ოფიციალურ ვერსიას გეუბნებით. და ამ ძროხების გაზებმაო ცეცხლი ხანძარი გამოიწვეო, მოკეთ გაზები გაუშვესო ძროხებმაო, გაზები ხო უგროვდება მიწაში. და ამა გამოიწვეო რაღაცა ცეცხლის გაჩენაო და ევროპაო გადაიწვეო, ანუ ბეტონებიც რო დანგრეული იყო, ანუ ევროპის ქალაქები გადაიწვეო, იმიტომ რომ მოგეთ ძროხება გაუშვეს გაზებიო რა. ამას ასწავლენ ბავშვებს, ახლა სკოლაში ამას კი არ ასწავლიან, მაგრამ ხო რა, აფეთქდა იმას აქედა ძროხამ და აფეთქდა ევროპა. როგორ რა დონეზე ასრულებენ ხარ ხვდებით? ამ დროს გადაბომბეს მთელი რაღაცა ომი მიდიოდა, მერე ახალი ცივილიზაციური ჩატვირთვა მოაწყეს, მერე ვითომ ტექნოლოგიები არ იყო, ვითომ ფოტოაპარატი ვიღაცამ გამოიგონა, იქ ვიღაცამ მორზეს ამბანი გამოიგონა. მორზეს ამბანი როცა გამოიგონეს, მან დროს ჩვეულებრივად შეეძლოთ iPhone-ის გამოშვება. უბრალოდ მაგის დრო არ იყო ჯერ დამდგარი. ხო და დამდგარი რა და ამიტომ ეს წინა ცივილიზაციურ ჩატვირთვებში რა როგორ მოხდა ჩვენ არ ვიცით. ამიტომ წინა იქამდე პერიოდებში როგორ იყო მოწყობა, რანაირად იყო, ანუ ეს ინდუსტრიული გადაწყვეტილებები და გადაწყვეტები ეკონომიკაში, იაპონიის შექმნა, ჩინეთი და იაპონია სრულიად შექმნილია ახალი. საერთოდ არანაირი ისტორია არ აქვს, არც ჩინეთს და არც იაპონიას. და მე ეს უკვე ფაქტების დონეზე ვიცი რა. ქართველებიც მასე ვართ როგორ. ეხლა ფუნდამენტალურად მოსვლა. ხო და პორტს რო აშენებ, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებ იაპონიაში პორტს, მაგრამ შენ ისტორია ვერ გეტყვის პასუხს იმაზე, რა ელექტროობით, ელექტრიკოსი არა ხარ თუ მე, რა ელექტროობით ააშენა იაპონიამ პორტები და რა ქვია, სამხედრო გემები როგორ ააშენეს, რა ელექტროობა იყო მიყვანილი მე-19 საუკუნის ბოლოს. რა გენერატორები იყო, რა ჰესები იყო, ანუ ჰესი თუ არ ააშენე, შენ ელექტროობა არ გაქვს და ელექტროობა თუ არ გაქვს, ჰეს ვერ ააშენებ, ერთმანეთზე არ დამოკიდებული. და თან ერთმანეთს ეწინააღმდეგება თავის. ვინმე არ ხართ ელექტრიკოსი? დასვით შეკითხვა. იაპონიას როგორ უნდა აეშენებინა მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმის რა ქვია, საბრძოლო გემები. რაღაცა რუსეთის იმპერიიდან ჩამოვიდა ვიღაცა იმპერატორიო, მთელი YouTube-ზე დევს ეს განხილვები. და რაღაცა სკივრი ჩამოუტა და რაღაცა ოქროები, ეს ზღაპრები რა, როგორც ეკატერინემ და ვიღაცა პეტრე პირველმა და იმათმა ააშენეს, ვითომ ისა რა ქვია, სან-პეტერბურგი. სან-პეტერბურგის ერთ შენობასაც კი ვერ დახაზავს ერთ ერთი არქიტექტორი დღეს. რაზე მელაპარაკებით? კოდური სისტემა რო არის, მორზეს ამბანი, მაგას გელაპარაკები. მაგის მოფიქრებაც კი არ შეუძლია ადამიანს, რომ ეგეთ რამე მოიგონოს. დააბინო გადახედეთ ჩვენს გადახედეთ ბაბუების და ბებიების და იმას გადახედეთ. ბებია სამსახურიდან რომ მოვიდოდა შენი ან საჭიროად გარბობდა დაქალებთან ან შენ გიშლიდან ერობს და ბაბუა თუ მოვიდოდა ან სალოთავად გარბოდა და ან ფეხბურთის საყურებლად და რაღაცა ვისეცა და ვის რა კაცობრიობა უნდა გამოეგონებინა გეხოცებით რაზე მელაპარაკებით. ადამიანი მაშ მაქსიმუმ მონასავით ამუშაო, რა უნდა გამოიგონოს, ვინ რა უნდა გამოიგონოს. აგერ ელემენტარული ჩუქურთმას ვერ მოვიგონებ თუ დახატი არ ნახე და ტაბურეტკას ვერ ვაწყობ ნახაზებს თუ არ შევხედე. ეხლა დახატეს და ნამდვილად როგორ აქციას ეგ არც ეგ არის გამორიცხული, ეგ
რა როგორ მუშაობს ჩვენ არ ვიცით. ეხლა უნდა დავამთავრო ლაივი, მიეთიშება ეს გავთიშოთ კომენტარები. თქვენი აზრები არ გვაინტერესებს ჩემთან დაკავშირებით. შეეხეთ თემას. მე მეხებით კაცო. მე არ ვამბობ ხელოვნურად შექმნილი ერები სად როგორ და რანაირად შეიქმნა, ეგ ჩვენ არ ვიცით, უცნობია. ეხლა დნმ-ს ვინც იკვლევს, მიიკულიოს, ისტორიას თავისი კვლევის მიმართულება აქვს. მე არ ვამბობ იმას, რომ ხელოვნურად შექმნა. ხელოვნურად როდესაც ამბობ ხელოვნურად შექმნილი, რას ნიშნავს ხელოვნურად შექმნილი? სიტყვაზე იქ მაგაიხარე, იქ ინკუბატორები, თქვა არსებობს ვერსია ინკუბატორების, რა ინკუბატორები როგორ არსებობდა, ეხლაც არ არსებობს ანუ კითხვები ბევრია, მაგრამ პასუხები არ აქვს, გესმის? გაიხარე სანდრო. არ უბრალოდ ტელეფონი მიჯდება ფარბა, აი 33% მაქვს. დრო 1.15 მოგეთ სანამ არის მადლობა. სანამ არის ელემენტი ვიქნები ჯერ რა პროცეს ფარბანკი დაჯდა რა. ცოტა ხანს ვიქნები სანამ იქნება და. მადლობა დაარტყით სტიკერები გააზიარეთ ლაივი. ეხლა აღარ გინდა გაზიარება მოურჩით თითქოს, მაგრამ დალაიქეთ. ყველაფერს გადავუშვი ხაზზე. დალაიქეთ რო არ წავიდეს. მოდი ასეთი რაღაცა მოვიფიქროთ. $100 ჩავურიცხეთ რო არ წავიდეს. ჩემო. არა მარტო ხან ცხოვრობ მარტო ხან არ ცხოვრობ, რა ვიცი. ისე ძირითადად მარტო ცხოვრობ. მარტო ცხოვრობ, ვასვენებ გონებას. $100 არ არსებობს, საჩაურტყა. ინგლისური ცოტა ვიცი. ანგარიშის ნომერი დევს ქისაჯის ლინკი დევს აღწერაში. ეგ არის ანგარიშის ნომერიც და ყველაფერიც. დონაციის გვერდია ეგა. ქისაჯიზე შეგიძლია შეხვიდეთ და დარიცხოთ. ფულების დარეცხვას როცა დაიწყებთ, მერე უკვე უფრო აქტიურ მოგზაურობაზე გადავალ. კი გადავალ, მაგრამ მერე ფულების დარეცხვა რო წავალ, მერე გადავალ უფრო კაი მოგზაურობებზე. მაგის დამფუძნებელი არც გადარსევს. არა, რატო მაგარი ბიჭია, მაგარი ის გააკეთა ძალიან. მერე უფრო გაგეხსნება თემები ხომ? არა, მე გახსნელები საკმაოდ გახსნილი მაქვს, უბრალოდ მოგზაურობას ფინანსები ჭირდება. კი, ქისაჯიზე კითხვაც შეუძლია დასვან, მაგრამ იქ კითხვებზე აღარ ვაპასუხებ. კითხვებზე გიპასუხებთ, იმიტომ აღარ ვაპასუხებ, იმიტომ რომ იქ 1-2 ვიღაცები არ მომეწოდა, ძალიან ინტრიგანული კითხვები წამოვიდა და მაგიტომ შევწყვიტე კითხვებზე პასუხი. კითხვები დასვით YouTube-ზე, ისედაც უფასოდაც გიპასუხებთ, კაცო. უბრალოდ ისე დონაცია ვიდეოს უნდა გააკეთოს. გახსნილი გვაქვს პორტალი, აბა პორტალი რო არ იყოს გახსნილი ამდენს რა მალაპარაკებია. სად მოგზაურობ ნიკორაში? სად ნიკორაში ხორცს პროდუქტები რაც არის მაგრად მევასება, მართლა დიდი სიამოვნებით მოგზაურობ. ხოლმე შებოლილი ხორცები რო არის, აი ჭკუა მეკეტება ნიკორას ხორცს. პროსტა ნიკორა არის, აი გაკოტრება რა, აი შედიხარ და ერთი თვალის დახარხამებაში $100 სტოვებ რა. მარა საცხობის რაღაცებს რო აცხობენ და ხორცს პროდუქტები ნიკორას აქვს სასწაული რა, აი სასწაული გემრიელი მართლა. ნუ აშკარად იქ სტანდარტები კარგად აქვს დაცული. მაგრა აკეთებენ მოგე რა. რა არსებობს რო გითხრა ლაშავენ. რა ვიცი ჯერ რა არსებობს, ჯერ ვერ გეტყვით. ჯერ უნდა ჩამოვთვალო რა არ არსებობს. რა არსებობს ჯერ ვერ მივედი მადამდე. თვითონ ფრინავი რომ არ არსებობს, მაგაში გულისხმობა ის რომ ის რასაც ჩვენ არსებობას უძახით ეგ არ არის არსებობა. ის რასაც გადაადგილებას უძახით ეგ არ არის გადაადგილება და ის რასაც ჩვენ ხედავთ რომ ეს არის თითქოს და არის გადაადგილების და ფრენის შესაძლებლობა, ეს ფრენის ეს შესაძლებლობა
არ უნდა არსებობდეს და არც არსებობს. უბრალოდ რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ილუზია, იმიტომ რომ რეალური ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება. აი მაგალითად ეხლა დღეს თარგმნე დრონები არ არსებობს, აი დრონი. ამაზე ვისაუბრებთ ტექნიკურად. უბრალოდ ეს არის ისეთი საკითხი, თუ გაიგე ტექსტი, ანუ ტექნიკა ამ ლაპარაკის, თუ გაიგე მიხვდები, თუ ვერ გაიგე, ვერაფერს ვერ მიხვდები. ანუ რაღაცა მომენტში გაიგებთ ნელ-ნელა რა. კი, თქვენს კარგად იმი. ცოტა ხანში მეც გავალ აუ რა კაი სიგნალი წავა. ფული თუ დარიცხა იყოს ინტრიგული კითხვაც. არა. დიმა, გეტყვი როგორი რაღაცა მოხდა. იქ მე შემამოწმეს ფულზე რამდენად ვიყიდებოდი. მე ფულზე არ ვიყიდები, მეგობრებო, იმიტომ რომ ჯერ ესეთი მე არ ვარსებობ, მადლობა სანდრო. მე ფული არ არსებობს და მე მესამე, მე ვარსებობ თუ არ ვარსებობ, მე ვარ დამოკიდებული იმაზე, რა ქვია, კვანტურ ფულზე. აი ხა მაგალითად აგიხსნით რა. ეხა აგიხსნით სიტუაცია როგორ არის. როდესაც თქვენ დონაციას აკეთებთ, ეხა მაგალითად ცოტა ისეთი ლაპარაკი მექნება, რომ თაღლითობას გავს, მაგრამ მე გეუბნებით როგორც არის. მე როდესაც ეხლა ვლაპარაკობ, მე გამოვიმუშავებ ძალიან დიდ ფულს. ოღონდ ეს არსად არის რიცხება. ამას თვითონ ეს ვთქვათ, კვანტური ფული შემოდის მატრიცაში, აი ერთგვარი როგორც აი ქისაჯიზე როგორ არის ეს თვალზე. ჯერ ქისაჯი არის შუამავალი და მე გადმოდის შენ საბანკო ანგარიშზე. ჩათვალეთ რომ მატრიცა არის შუამავალი და კოსმოგონიური მატრიციდან ეს კვანტური ფული გადმოვა და გადმობალანსდება, ეს უნდა დაძდება შენს ბალანსზე რეალობაში. ანუ მე როდესაც ეხლა ვლაპარაკობ, მე გამოვიმუშავებ კვანტურ ფულს. ანუ და თქვენს ინტერესებშია რომ რაც შეიძლება მეტი თანხა დარიცხო თქვათ დონაციაზე, ან კიდევ სტიკერი დაარწათ. ეხლა მანდ როგორ მუშაობს? მე რაც უფრო ნაკლებ სტიკერი, ოღონდ მე რასაც ვიტყვი, გეუბნებით, თაღლითობას გავს, რასაც მე ვლაპარაკობ, მაგრამ ნახეთ, მე გეუბნებით როგორ არის. რაც უფრო ნაკლებ სტიკერს დამირწყავთ მე, რეალობაში მე უფრო მეტი თანხა შემომივა და შემომდის კიდევაც. თანხა, რესურსები, შესაძლებლობები და თქვენ პროცენტები ჩამოგეჭრებათ უფრო მეტი, იმიტომ რომ თქვენ როდესაც უყურებთ, აი ამ ნახეთ, თქვენ უყურებთ ძალიან ძვირად ღირებულ ლაივს. პირდაპირ გეუბნებით, მე რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ჩათვალეთ ფორმატ, ეს არის დახურული ჯგუფის და დახურული იმის რა ქვია, ისინი რო არიან კოუჩები რა. აი კოუჩი უნდა ატარებდეს დახურულ ჯგუფში ფასიან ტრენინგებს რა. ეს არის ფასიანი ტრენინგი რა. ჩათვალეთ თქვენ გადიხართ თვით გადარჩენის ფასიან ტრენინგს. და შენ თუ სტიკერს ეხლა დღეს არ დაარტყავ, თქვა 4 თეთრი, 8 თეთრი, 2 ლარი ეს ანუ შენ ამას მაინც გადაიხდი. სადღაც ფული დაგეკარგება, სადღაც ჯარიმას დაგიწევს კამერა და ეს ფული მერე გადამუშავდება და მოდის ჩემთან. ანუ ყველა ვარიანტში მე არ არსებულიო რომ მე ფული არ გამოვიმუშავო, ხდებით? ამიტომ მე აგე თქვენ ხედავთ რამდენი ხანია ლაივებში გავდივარ, არანაირი დონაციები არ არის, არანაირი სტიკერები და ვაფშე არ ვდარდობ მე მაგაზე, იმიტომ რომ მე ეგ თანხე მე თვითონ შემომდის. აი ხა წეგან გავიფიქრე მეთქი, აი ზუსტად აი კვანტური ფული როგორ მუშაობს. წეგან გავიფიქრე რომ მიკროფონი მჭირდება იმისი რა. აი არ ვიგონებ, აი მიკროფონი მჭირდება იმისი რა. მიკროფონი რა, ბლოგერების მიკროფონი. Bluetooth მიკროფონი. გულში და დღეს ვფიქრობდი რომ მეთქი შევიდე თემუზე და რაღაცა გამოვწერო დაგზებნო მეთქი. წეგან მომწერა მეგობარმა რომ ადრე იყო შეპირებული, ვაფშე აღარც მახსოვდა. ჩინეთიდანო ჩამოგიტანეო ის რო შეფირდი ადრეო, საერთოდ აღარ მახსოვდა. ჩამოგიტანეო ისაო რა, თუ მიკროფონი. ანუ მატრიცაში მატერიალიზდება უცებ. ანუ მე რო წინა ლაივში თქვენთან ვილაპარაკე, მე მაგ მომენტში გამოვიმუშავე თანხა და საჩუქრად ჩამომიტანა. ხდები, ეხლა გამოვართვე, მე მექნება და იმიტომ რომ ეხლა რატო ერთ რაღაც წიგნი მინდა რომ წავიკითხო ხოლმე, ცოტა შორი კადრიდან რომ დავდო, მოგეთ მიკროფონი აქ რომ მქონდეს და შორი კადრიდან რომ გადავიღო რა. ლამზო ვინ არის?
როგორ მამაოსავი დაალაგა გაიცით და მოგეცემათო აბა ბიძია შენ რა გონია თეოლოგიურ ცოდას ტყუილა კი არ ვიღებ სხვადასხვა ეგ მართლა ეგრეა ნახეთ რასაც გასცემ შენია რაც არა დაკარგულია მაგას ნიშნავს რა ანუ შენ როდესაც აგროვებ და მაგას არ გასცემ ან მოგეთ კვანტურ ფულს ეხება ეგა რა ასე რომ დღეიდან თქვენს ინტერესებში იქნება რაც შეიძლება თქვენ ბევრი სტიკერი დაარტყათ მერე ვიღაცა ბლოგერი გამოვა 1 წლის მერე ეს ბიჭი იმიტომ გამდიდრდაო რაღაცა თვალებში ნაცარი შეაყარა თავის გამომწერებზე მოატყუაო და მაგიტომ გამდიდრდაო იტყვია ის რაც დაკარგული ეს შენი დაკარგული რაც არის ჩემია ყველაფერი რა იმ დღეს ეს ჩვენ ნათესავია რა იმას მიყვებოდა ბენზინი გასამაცადო კალონკაზეო ბენზინი ჩავასხიო რა ბენზინი ჩავასხიო კალონკაზეო და 150 ლარის ბენზინი ჩავასხო ბაკი გავავსებინეო და დავადე ბარათიო და წამოვედიო და ფული არ ჩამომაჭრაო რა და მე ვეუბნები რომ მეთქი ესე იგი აუ რა გამოვიდაო მატრიცის ვალი მაგო მე მეღადავებოდა რა და არა მეთქი მატრიცის ვალი კი არა ჩემი გაქვს 150 ლარი ვალი ახლა რო იცოდე მეთქი მაგრამ შენ თუ გინდა ნუ მომს მე 150 ლარი მე ისედაც მომიონ მეთქი რა და გავეხუბრა იქ პროსტა პინკოდი და ის დაავიწყდა თუ რაღაცა და მე მაინც ჩამოაჭრა იმან მაგრამ მე ხო ეგრე ვთქვი ეგ 150 ლარი მე ანუ ნახე ეგ 150 ლარი მე ჩეკად მე მოვახდინე ანუ ნახე ზუსტად ერთ წუთიან ლაპარაკში ჩეკი გამოვიწერე 150 ლარიანი მართლა გეუბნებით რა ნუ გააჩნია ვისთვის როგორ რა ვისთვის როგორ 150 ლარიანი ჩეკი ანუ 150 ლარი გავაკეთე ერთ წუთში ერთ წუთში ანუ ჩეკი გამოვწერე ჩემს სახელზე ჩემ თვითონ გამოვწერე ჩემ თავს ჩეკი და 150 ლარი გამოვიწერე всё ეგ მე მატერიალიზდება ნელ-ნელა მატრიცას რო უნდოდეს წამის მიასეთში წაგშლისო ნიღაბი მაქვს ახალი ნიღბები კიდე ბევრი ნიღაბი მაქვს უკვე მე როგორ არ მომწონს ეს ფული პირდაპირ მე არ მომიომდა მაგრამ სხვა არხებიდან მომდის ფულები აი რა სირსანდრომ დაარტყა სტიკერი ეგ მოვიდა ფული всё ამაზე საუბარი მადლობა სანდრო წამიზევით რა წერია ჰენრი როა ფინანსური პირამიდა რო აქვს იმენა სექტა ყავსო არ ვიცი გვინ არის მაგრამ წეგა იმ დღესაც მომწერა ერთმა გოგომ ხახნო ანუ აჰა ქალბატონს ფულები ქონია ბარაძე და ამდენი ხნის განმავლობაში მალაპარაკებდა და ერთი სტიკერი არ ქონდა დარტყმული აი ვაიმე ვერ გადამირჩევი ხო და მოკეთ ფინანსურ პირამიდებზე საქმეები არის აღძრული რაღაცები და ესე იგი ნახევარ საქართველოს ჩართული არის ამ ფინანსურ პირამიდებში და ბაბუა ჩემის ახალგაზრდობიდან მოყოლებული იყო ეგ ფინანსური პირამიდები ბავშვობიდან მესმოდა მე მამიდა ჩემის ახალგაზრდობაშიც იყო 90-იანებში და იმაში და ნუ სუ იყო და მე სხვათა შორის იყო აი სიუჟეტიც ძველი სიუჟეტიც იყო ეგეთი ფინანსური პირამიდა ოქროს საწმისი ანაბრები ერქვა და ჩაადებინეს ხალხის ფულები და რა თქმა უნდა აორთქლდნენ მე შევარდნაძე აკავებდა მაგათ მიტინგებს გამოვიძიებთო რაც არის გამოძიებას რაც შეიძლება ექვემდებარებოდეს გამოვიძიებთო გამოიძიე ხა ფულს არავინ დაუბრუნებდა იმადა აზრი ნუ ყვირი ხარ კაცო ისრევდება შევარდნაძე ხო თავზე რომ დაჩხაუდა ხალხი აუ მაგარი ბარდაგი იყო 90-იან წლებში ხო და არა ხა უარესია კიდე და აუ ფინანსურ პირამიდებს ფინანსური პირამიდები იმას რა საიტიც არ უნდა ერქვას გათვლილი არის ღარიბ ხალხზე ანუ ღარიბ ხალხს რო უნდა რომ უცებ გამდიდრდეს მაგათზე არის გათვლილი რა ეს არის მატრიცული ერთ-ერთი ხაფანგი რომ ესე იგი შენ ნახერასოებ შენ რო გლეხი ხარ რაღაცა დანაზოგი რო გააკეთე ისიც რო აგახიოს სისტემა ამის შენ სისტემა გეუბნება რომ შენ ხარ ლოხი აი მაგათაც ახლა თქვენ ხო გინახავთ ვიდეოები იმაზე რა ქვია მანეთები აი საბჭოთა მანეთები კომუნისტების დროინდელი მანათები ლენინი რო ახატია და ისა ვაგონებით როგორ არის გადაყრილი გორები დგას ამ ფულის ეს არის ეს ფული არის თელი სიცოცხლე ხალხის თელი თაობების ნაგროვები ენერგია და გადანახული გვერდზე ფული და მოვიდა სისტემა ამას ეს ფული რა არის ეს არის ენერგია ეს ენერგია უბრალოდ თვითონ ფულადი ვალუტის გაცვლა გააკეთეს მაგრამ ეს ენერგია ანუ ხალხმა რა ენერგიაც დააგროვა ამ ფულის სახით აახიეს ეს ანაბრები
ჩვენმა ჩინოვნიკებმაც და უცხოელმა საბჭოთა და კომუნისტებმა და იმიტომ არიან ახლა მონაკოში რო ისვენებს ხალხი, აბა მონაკოში რითი ისვენებენ. და ეგ მანე ეგ თვითონ ეგ ქაღალდი დარჩ ეს არის აბალოჩკა გადახარეს ნაგავში. ლენინის მანეთიანი ვისრაჯანდება რუბლები და რაღაცები ვისრაჯანდება თუნდოდა. ამიტომ ანალოგიურია. ანუ ეს იყო მთელი საბჭოთა კავშირის დროს რაც კი აგროვა ხალხმა ერთიანად ეს ნაგროვები აახია. რატომ? იმიტომ რომ თუ ამას ისინი არ გააკეთებდნენ ზღვარი მალევე წაიშლებოდა. ნახეთ რასო პერესტროიკის დროს რო არ მომხდარიყო მსგავსი რამე რეალურად დაბალი ფენა გაქრებოდა და იქნებოდა საშუალო და მაღალი ფენა სოციალური და ანუ რეალურად ხალხი წელში გაიმართებოდა და ხალხი თუ წელში გაიმართებოდა რეალურად მთავრობებიც კი გაქრებოდა. დაჟე მთავრობები რო გლობალისტებს რომ მთავრობები არ აჯანყებოდნენ თვითონ და ცალკე ავტონომიები არ გამოეცხადებინათ. მაგის გამო ორ პოლუსიანი სისტემა მსოფლიოსი გახადეს მრავალპოლუსიანი. ახლა შეხედეთ ადრე საბჭოთა კავშირი და ეს რა ქვია იმიტაციის დონეზე, მაგრამ საბჭოთა კავშირი და ამერიკა ეჯიბრებოდა ერთმანეთს ყველაფერში. ეხლა რა ხდება ვაფშე ვერ გაიგებ. ჩინეთი ვისესვრის რაკეტებს, იქ რა ემბარგოა დაწესებული, ირანში რა ხდება, ტრამპი ვაფშე რას აკეთებს, საერთოდ ვერ გაიგებ რა ხდება. არანაირი ლოგიკაში ეს არ ჯდება. და რა ამ ყველაფერს ვინ აორგანიზებს? ირანში რო ჩვენი მინისტრები იყვნენ ჩასულები და იქ რო ვიღაცები იდგნენ და იქ რო კიდე მოსული სტუმრები ესენი აორგანიზებენ ამ ყველა არა ხახ მე გამორიცხული თემა არის. არ შეიძლება ამ ხელა ტექნოლოგიურ გიგანტებს აკონტროლებდნენ ეს ადამიანები. ეს არის ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს ამ ყველაფერს 100%-იანია. მოგეთ ძელს მაგრა ვიქანქანე და წავედი ახლა სახში მე. ჩაქრა ხო? გავიგე, მადლობა და ნუ ღრიალებ კაცო. ხო გახსოვს ეგა. მე მაქვს ეს პირამიდა $5000 ავიღე უკეო. ვინც აიღეთ ახლა მე არ ვამბობ რომ არ აიღოთ. ნახეთ როგორ არის ფინანსური პირამიდი, მადლობა ჰერსანდრო. ფინანსური პირამიდის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დასაწყის ეტაპებზე რაღაცა რაოდენობა ხალხმა ფულით იხეიროს, იმიტომ რომ რეალურად ანუ შენ რო სიტყვაზე ვიღაცას შემოიყვან, შენ თუ გაკონტროლდი, შენ ხო ვერავის ვერ შემოიზიდავ. ანუ ვერ მიიტყვე. ვაი, ეტყვი რომ კაცო მე ფული არ მქონდა აგერა, ხამოუღებ ბუჯრიდან, ყავაზე შემოვა შენი მეზობელი ხალი, ბუჯრიდან ამოუღებ $5000 გაუჩითავ, აგერ ძმაო ვიშოვე. მაგრამ ეს ინამდვილეში არის ფინანსური ჭაობი. მერე ამანაც ცოტა იშოვა და მერე უკვე ვიღაცებს რო ეკაჩებიან, ანუ 300 კაცს ახეირებენ, რათა 3000 კაცი მოიყვანოს ან 30000 კაცი მოიყვანოს ამ 300 კაცმა. და იმ 30000 კაცის გადაგდება ხდება მერე. ნუ რაღაცა დამწყების სასტავი იხეირებს, მერე დანარჩენ ძირთად ფულს შემქმნელები იღებენ და გინდა აპლიკაცია იყო რაღაცა. ეგ თქვენი ნება, კაცო, უბრალოდ ჩადეთ ისეთი ფული, რომელიც ისე გაქვს რა, თუ დაკარგავ რომ არაფერი არ არის და სახკას რო გაყიდავ, გაყიდი მაგის გამო გამდიდრდები ფიქრით. ფერა გონიათ რა, რატო არის ეს ამდენი უბინაო ხალხო? მარტო ყველას ბავშვს ოპერაცია კი არ დაჭიროებია. გამდიდრება მოიდომა ზოგმა და ეგეთ რაღაცები გააკეთა. მატრიცა როგორ შეასწორე, ისე რომ არ გშლის ესეთი ინფორმაციები ძალიან გასაიდუმლოებულიაო. მაგაზე ძალიან ძლიერად უმუშაო. ნახე, ჟეშტი გამოვჭერი, ეს არის საღებავი რომ დავცალე იმისგან გამოვჭერი ჟეშტი და ავიფარე სახეზე. აი ესე ვატყუებ რომ მატრიცას. ხინკალზე როდის მივდივართ, ლაშა არ მოყვება, მაგრამ იქნებ უცებ მატრიცამ იქ მოიყვანოს. ახლა თქვენ დაიწყეთ ხინკალზე წასვლა, შეიკრიბეთ. ხინკალზე წასვლა, აი წადით ხინკალზე მაგალითად, ოღონდ ისე რომ მარტო თქვენ იცოდეთ. შეიძლება უცებ მოვიდეს ოფიციანტი, შეკვეთის ასაღებად, წავიდეს, მეორე ოფიციანტი მოვიდეს. ხინკლები ჩამოარიგოს და ეს ოფიციანტი შეიძლება მე ვიყო უცებ. ამიტომ მე ვარ ყველგან და ყოველთვის როცა დამჭირდება. ამიტომ თქვენ წადით ხინკალზე, რაღაც დიჟინები შექმნით და მე გადავხედავ რა იქ. რა როგორ იქნება მე ვნახოთ.
როგორ აკეთებ გამოწერებს? რა გამოწერებს? არა, გამოწერებს ის გამოწერებს. სლავ გოგოებთან დაკავშირებით განკარგულება ძალაშიაო? ძალაში რა ცოლის მოყვანა და ისა? სლავ გოგოებზე გადაერთეთ კაცო, მოიყვანეთ ცოლებად, შეყვარებულებად, რა ვიცი, ვისაც როგორ გინდათ. მოიყვანეთ კი, ძალაშია უკვე გენების გამოსწორებას ვიწყებთ. კი, შევი როგორ აგერა მაქვს საწოლი, ა? ძველი კრაუტი, აი. პრუჟინიანი, აი. მარა ცხელა რა, ჩახუთულობა არის, რა ცივი ჰაი არ არის. ბჟეშტი ბასრი იყო და ამიტომ სილიკონები შემოვაქარგი გარშემო რა. და წვეტოები წავიმასქენი და ვაკეთებ რა და ეხა ეს არის ის რეზინა არა მაქვს რა, უბრალოდ ეს არის ჯერ შაბლონი რა და ეს შაბლონი მე უნდა გადავიტანო და მე ავაწყო უნდა უკვე ჭედური სერიოზული ნიღაბი უნდა ავაწყო რა. ჩემო რა დავაშავებ. ამიტომ სანამ ამ ნიღბებს მე ვიცვლი, სისტემა მე ვერ მომჩნევს. ამიტომ ვარ მოგებულ პოზიციაში ჯერჯერობით, თორე აბა ბიძია მე ხა თუ შარვალ კოსტუმით თუ დავჯექი და შარვალ კოსტუმით თუ დავჯექი და ჭკვიანური რაღაცები ვილაპარაკე. იქიდან ტიტუშკებს მომიგზავნიან მატრიცა იმის რაღაც აგენტებს მომიგზავნის და რა ვიცი, არ დამაცდიან ცხოვრებას. ლაშა ოლიგარქი როდის გახდებიო? ზოგადად ოლიგარქები არ არსებობენ, ეს უნდა ვიცოდეთ. ეგენი ზიან ხელფასებზე. რა ჩეხება მაგ გაგებით რასაც გულისხმობ, მე ოლიგარქი ისედაც ვარ, უკვე გაიხანია ბავშვობიდან. ქერა ბაღნები უნდა მყავდეს, მე რა შავგურა მანკაც. კი, ცოტა ქერა ბავშვებიც იქნებიან. პრუჟინიანი კრაუტზე მაგარი იყო. აი ეგ ეს არის 100 წლის წინანდელი პრუჟინიანი კრაუტი მაქვს. სოფლიდან ჩამოტანილი და ეგ აქ ვიძნებ მაგაზე. ფასკა უნდა იყოს, ფასკა რა არის? მეკავიტი. სლავები გამოასწორებენ გენებსო? კი, ცოტას გააფრენენ, მაგრამ როგორ მინდოდა ცისფერი თვალებიო. მე რა შეგიძლია თვალისფერი შეცვალო მატრიცაში. ეგ შესაძლებელია. %2% მაქვს ტელეფონი. აუ რა ტალახია. არა იწვიოს ისევ სიცხეს ჯობია. მე რაც ვიცი რომ ანუ პროგრამირებით შესაძლებელია შეცვლა ცოტა რაღაცები შეცვლი ახლა რა. ანუ რეალობის შეცვლა. მე ახლა რა ვიცი თვალის ფერი შეცვლა რა ვიცი რაც არის ეგ არის ხა ცისფერი თვალები რა ჯანდაბათ ხდება. გასაგებია ტანზე რო დავწერო ტანკი ჩამოვარდებაო? არა, ნახეთ, როგორ რაღაც არის ტანკები და ტექნიკები ძალიან ბევრი რაღაცის ჩამოგდება ხდება მარტივად რა. ძალიან მარტივად. შეიძლება გახვიდე და ტანკმა გაიაროს მე როცა ქუჩაში რა. ეგენი მართლა მუშაობს. რაო რაღაცა წელი ვერ წავიდი. ფრინავითებში გაჩითო ორ კაცი პატარა ნევი ძიმკა. ეგენი ახლა ჩინელები უშვებენ გამოვა მალე. პატარა დრონების სამგზავრო. შავტუხა ხო თბილისში თბილისში კი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება რომ შეიძლებოდეს მატრიცაში რა კარგი იქნებოდაო.
როგორ არ ხდება არსებობს ჯერ რელიგიურად რო შევხედოთ არსებობს უამრავი მკურნალი წმინდა მკურნალი აი ზოგმა მოილოცა ეს წმინდა ნაწილები ტაძრები არის სადაც ბევრს გაუმჯობეს და ბევრის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა ახლა სიმსივნეები დაამარცხა და 1000 რაღაცები ხდება ასე რომ თქვენი მესმის ძალიან კარგად და ძალიან ბევრს მე გეტყვით ეგეთ რაღაცას მე გეტყვით ეგეთ რამეს რომ ეს დაავადებები ეს არის ენერგეტიკული თემა რა ამას მე გეუბნებით საერთოდ არ ჭირდება არანაირი სამედიცინო განათლება ეს არ არის ბიოლოგიური პროცესის შედეგი ეს არ არის ბიოლოგიური პროცესი ეს არის ენერგეტიკული თემა რელიგიაში საერთოდ ნათქვამია ესე რომ ადამიანის ყველაზე მთავარი მკურნალი არის არა ექიმი არამედ ქრისტე ანუ ის უკვე არის მერე საშუალება და ბერკეტი ანუ ექიმი მედიცინა ეს უკვე შემდგომ მოდის ამიტომ წმინდანებიც ქრისტეს სახელით ყურნავდნენ და ყურნავენ ადამიანს კუдрებს აღადგენენ და შენ ვერ გახურნავენ ამიტომ წმენა თუ გექნება ადამიანს წმენა ოღონდ წმენა იმისა კი არა რომ მე განვიკურნებიო ანუ წმენა რასაც ქვია რაც არის ესე თქო ცოცხალი წმენა შეუძლია ყველაფრის გაკეთება ანუ წმენა ნიშნავს რას რომ შენ უკავშირდები უზენაეს ღვთაებას ერთადერთ უზენაეს ღვთაებას რომლის საერთოდ ტერმინებით დღეს ვკითხულობდი ტერმინებით გადმოცემაც კი მისი უსასრულობის მისი ყოფიერების შესახებ ეს არის შეუძლებელი ეს განხრთობის ბოლო დონეზე ესე ხდება ანუ შენ უკავშირდები უმაღლეს ესე თქვა სამყაროს შექმნელის ძალას გონებრივად უკავშირდები შენი რწმენით და საქმეებით და როდესაც ამ კავშირზე ჯდება ადამიანი ის ან იკურნება ხო ახლა დავამთავრებ ლაივს მალე ის ან იკურნება ან კიდევ თუ არ განიკურნება მაშინ ეს დაავადება შეიძლება მისთვის საცხონებელი იყოს და რაღაც განსაცდელი იყოს რაც მას სჭირდებოდეს და მორჩა და გათავდა რა მაგის მერე მოდის მედიცინა და ასე შემდეგ ხო კი მოკეთე ხა სახეზე უკვე იმასახნა მოგეთ წავედი ხახო ეს ლაივი ხვალ დაიდება იმაზე წინა ჩანაწერით თუ გაჭედილი არ იქნება ისიც დაიდება სალამი ისიც დაიდება YouTube-ზე თუ არა ეს უჭველი დაიდება რა ან ორი დაიდება ან ერთი ქალის მეტაფიზიკაზე დავდე გუშინ ერთი ვიდეო და კიდე იქნება ძალიან ბევრი ტექსტი მაქვს მომზადებული აი 2-3 დღეში გამოვალ ლაივში კიდე 2-3 დღეში გამოვალ კიდე ლაივში წავედი აბა კარგად იყავით ხახო მშვიდობის